მშვიდობისა მოგესალმებით. მოგესალმებით. არაჩვეულებრივად მიუხედავად ამინდისა. ამინდზე დამოკიდებულ ადამიანებში ხარ ხო ჩაძარი? რა თქმა უნდა, ახლა როცა საუბრობთ რომ უკვე ზაფხულის პერიოდში ვართ და ზღვის სეზონი არის, რა თქმა უნდა, კარგი ამინდი გვინდა, მაგრამ წვიმაც ძალიან უხდება ბათუმს. თუმცა კიდევ ერთხელ დავესესხოთ ყობას და ვთქვათ, რომ ცუდი და კარგი ამინდი არ არსებობს, არსებობს ამინდი და ჩვენი დამოკიდებულება. მოკლედ წინ გველდება ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი და მოდით ერთად ვნახოთ ანონსი და შემდეგ გავაგრძელოთ გადაცემა. ნახეთ. დღეს გადაცემაში ნახავთ აჭარის კულტურის მინისტრის ვიზიტი საბერძნეთში. გადაცემის სტუმარია აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე და ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარია. მენეჯმენტის მოძველებული სისტემა და თანამედროვე ხედვები. გადაცემის სტუმარია მენეჯმენტისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი შოთი გეკიძე. მარტოხელა დედების ზრუნვის საფასური, ორგანიზაცია საურსა და მისი პროექტები. თემაზე ვრცლად ისაუბრებს საურსის დამფუძნებელი ლია საურსელი. ლინდა მესხიძის რუბრიკა აჯაფსანდალი. ანსამბლი გნოლი და წლის შეჯამება. გადაცემის სტუმარია ანსამბლი გნოლის ხელმძღვანელი ანა გულედანი. დავბრუნდით, ესე იგი პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო თემით უნდა დავიწყოთ. გადაცემა უნდა ვისაუბროთ კულტურაზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. კულტურა არის სწორედ ის სფერო, რომელიც მუდმივად განვითარების პროცესში არის და კარგი სიახლეები ვართ, ხო? და წარმოუდგინოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენი სტუმრები, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე არის ჩვენთან ერთად და ასევე ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარია. მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. როგორ ხართ? მოგესალმებით, კარგად. ძალიან კარგი სიახლეებით ხართ. დაბრუნებული, თქვენ სულ ახლახან დაბრუნდით საბერძნეთიდან, სადაც იმყოფებოდით ოფიციალური ვიზიტით და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გქონდათ ათესა და თესალონიკში, ოფიციალურ პირებთან, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და ქართულ დიასპორასთან. საინტერესოა რა იყო თქვენი შეხვედრების მიზეზი და ასევე მოგვიყევით იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ათენის ვიცემერთან და თესალონიკის ვიცემერთან გქონდათ და რა მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა ათენში და თესალონიკში. მთავარი მიზეზი ეს იყო დრამატული თეატრის გასტროლი თესალონიკში და შემდეგ უკვე მოწვევები, ოფიციალური მოწვევები, რომელიც მე მქონდა საელჩოსთან ერთად, როგორც ათენში საქართველოს საელჩო, ისევე თესალონიკში საქართველოს საკონსულო. ძალიან იყო ჩართული, ასე ვთქვათ, ამ შეხვედრების ორგანიზებაში და რაც მთავარია და რაც ალბათ ყველას გაგვახარებს, ეს არის ერთი ბათუმსა და თესალონიკს შორის დაწმობილების საკითხი და მეორე კიდე ჩვენ გავიცალით ყველა ის პირი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება შემდეგში, როგორც თეატრის, ასევე სხვადასხვა ანსამბლების გაყვანისათვის და გასტროლებისათვის და საერთაშორისო ფესტივალებში მათი ინტეგრაციის ძალიან დიდი ახალი საშუალებები გაჩნდა, რაც ძალიან გვახარებს, რა თქმა უნდა. ნუ ეს კიდევ ერთხელ იქნება ჩვენი ქვეყნის წარმოჩინება რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მიულოცო ბატონ ნუკრის, იმიტომ რომ ეს იყო მართლაც არაჩვეულებრივი გამარჯვება, ეს იყო ძალიან დიდი ემოციები. ხელოვნება ემოციის გარეშე არ არსებობს, იქ იყო ქართული დიასპორა, რომელიც მართლაც რომ უკრავდა ყველა, რა ვიცი, ყოველ 10 წუთში, მე მგონი და ბოლოს ესეთი კულმინაცია იყო, ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს და ეს იყო მართლაც ძალიან დიდი ზეიმი, ქართული სულის ზეიმი და თეატრის ზეიმი და ძალიან ბედნიერები ვიყავთ ყველანი. ბატონო ნუკრი, თქვენ როგორ შეაფასებდით თქვენს ვიზიტს საბერძნეთში, როგორ დაგხვდათ მაყურებელი და როგორი იყო უკავშირი? ბატონო, მადლობა მოწვევისთვის და სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა, მოგესალმებით. ეხლა ეს შემოქმედებითი აქცია, შეიძლება აქტი რა ვთქვათ ასე,
ქალბატონი ელისოს ინიციატივა იყო, როგორც დაინიშნა ქალბატონი ელისო, ჩვენი ლეგენდარული პიანისტი, მაგრამ დღეს აჭარის კულტურის მინისტრი, პირველივე შეხვედრაზე ქალბატონმა ელისომ თქვა, რომ აღინდათ, რომ წავიდეთ სადმე წავიდეთ და ჩვენ რა თქმა უნდა თანხმობა განვაცხადეთ და რამდენიმე დღეში მაშინვე დაგვიკავშირდნენ უკვე საბერძნეთიდან საკონსულო, იქ არის ქალბატონი ია ხუროშვილი, რომელიც კომპანია თერქს ხელმძღვანელობს და ძალიან აქტიურად და ძალიან მაგარი ქალბატონია და მას ბევრი ასეთი გარკვეული სწორედ გასტროლები აქვს მის არეალში არის და მას შეუძლია და ის ჩაუდგა სათავეში, მან შეასრულა ეს სამუშაო ჩვენი მხრიდან ჩვენმა მოადგილემ ირაკლი დევაძემ და ასე დავედით ჩვენ სალონიკში. ეხლა მე 40 წელზე მეტია ამ საქმეში ვარ. და მგზავსი შეგრძნებები არ მქონია, იმიტომ რომ იყო სრულიად სხვა მაყურებელი და არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ახლა რაღაც ისეთი რამე ჩავიტანეთ, არა, აქ იყო ძალიან დიდი მონატრების გზნობა, სიყვარულის გზნობა, ბევრი უკვე 30 წელია იქ არის, ზოგი 20 წელია იქ არის ეს ქართული დიასპორა, ბავშვები, რომლებიც იქ გაიზარდნენ და საერთოდ ქართულად ლაპარაკობენ, ასე თუ ისე, მაგრამ არიციან და უშუალოდ საქართველოში არ არიან ამყოფი და თეატრშიც პირველად იყვნენ ზოგი მე მგონი და ეს იყო აი ერთობლივად ძალიან დიდი ემოცია და ვფიქრობთ რომ გაკეთდა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ხო, ჩემთვის ეს გაცილებით უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე რაღაც გარკვეულ საერთაშორისო ფესტივალზე წასვლა, თუმცა, რა თქმა უნდა, ფესტივალზე წასვლა ყოველთვის საინტერესო და ალბათ მომავალში ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ აი თვითონ ეს აქტი რო შედგა უკვე და იქ ჩვენი საკონსულო გელა ჯაფარიძე, ჩვენი ელჩი ლევან ბერიძე იყო კიდევ კულტურის ატაშეა ხომ ვარლამი ბაძაღვა. აი ეს ერთობლივად ეს იახუროშვილი და ჩვენ კიდე აქედან ჩასულები და თეატრის დასი, რომელმაც მაქსიმალურად უკვე იგრძნო აი ეს იმპულსი და შედგა ეს ურთიერთობა. ძალიან დიდი სიყვარული ტრიალებდა სწორედ აი ამ სპექტაკლის განმავლობაში და ეს არ იყო ჩვეულებრივი სანახაობასაც მივდივართ და სიამოვნებას ვნახულობთ, ან გვაინტერესებს, ან ნაკლებად გვაინტერესებს და უშუალოდ სპექტაკლი როგორც არის ხოლმე, ხო? როცა გაცილებით მეტი იყო ვიდრე სპექტაკლი და ვიდრე გასტროლი და ვიდრე, იმიტომ რომ ეს აქტი იყო მართლაც რაღაცა ურთიერთმონატრების ძალიან დიდი ნოსტალგიის სწორედ რაღაც გარკვეული ასეთი ზეიმი შედგა და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ ელისოს და ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა სწორედ აი ამ პროცესში. ასევე ვიცით, რომ ბავშვთა ფონდის გაეროს წარმომადგენელთან ჰქონდა შეხვედრა. დიახ, ჩვენ ბატონ ხალილ ხასანთან ვიყავით ათენში და ძალიან მნიშვნელოვანი საპილოტო სკოლის პროექტი განვიხილეთ, რომელიც ალბათ მალე ვისაუბრებთ მე ტელევიზიაში. მზადდება ბათუმში საპილოტო სკოლის პროექტი, რომელიც იქნება ხარისხიანი სკოლა, რომელიც იქნება სამუსიკო და სხვადასხვა მიმართულებები ექნება ამ სკოლას და კოლეჯის ტიპის სკოლა იქნება, მაგრამ ეს ჯერ პროექტი არის და მაგრამ მექანიზმები არის მნიშვნელოვანი, როგორც მოვახერხებთ ჩვენ ამის ასე ვთქვათ ამოქმედებას. მე კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე გასტროლს და სპექტაკლს. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ასევე რომ თეატრის არსებობას, აი ასეთი თეატრის, ტრადიციული თეატრის, ასეთი მაღალი დონის ადამიანი როგორც არის ბატონ ნუკრე ქანთარია, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ის უძღვება ამ თეატრს და სწორედაც ის პროგრამა, რაც მან დასახადა მთელი წლის განმავლობაში გაწერილია, ყველა რეპეტიცია, ყველა სპექტაკლი, ეს არის მისასალმებელი და მართლაც არაჩვეულებრივი და ეს პროფესიონალური მიდგომა ესეთი მაღალი დონის, რა თქმა უნდა, თეატრს მისცემს კიდევ უფრო მეტ საშუალებებს მომავალში, როგორც დიასპორული თემით წავიდეს სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო ფესტივალებში და რა თქმა უნდა, ვამბობთ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით იმ და ჩვენ საელჩოს, როგორც ათენში, ისე თესალონიკში ბატონ ლევანს, ბატონ ვარლამს, ბატონ გელას და ქალბატონ იას, რა თქმა უნდა, რომელმაც
არ დაიშურა მართლაც რომ ენერგია, რომ ეს ყოფილიყო, ეს საღამო შემდგარიყო, ამდენი ხალხი დაინტერესება გამოეწვია და მართლაც რომ ეს დიდი ზეიმია ჩვენთვისაც, ყველასთვისაც და მე მგონი რეგიონისთვისაც ძალიან სასიამოვნო სიახლე არის. კი ბატონო. თქვენ ასევე შეხვედრა გქონდათ ათენსა და თესალონიკში ქართულ დიასპორის წარმომადგენლებთან. საინტერესო არის რომ მოგვიყვეთ ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, რა საჭიროებები და გამოწვევები გამოიკვეთა და ხომ არ ყოფილა დიასპორის მხრიდან რაიმე თხოვნა? დიახ, ძალიან ეს არის ეს ემოციური შეხვედრა, დიასპორასთან შეხვედრა ყოველთვის და განსაკუთრებით ათენში და განსაკუთრებით საბერძნეთში ბევრი ქართველია. კიდევ ასევე ჩვენ გავიცანთ პონტოელი ბერძნები, რომლებიც ქართულად საუბრობენ და ბევრს აქვს სურვილი ჯერ კი ჩამოვიდეს, მე რაღაც პროექტები შემოგთავაზონ და რა თქმა უნდა იყო თხოვნები და რა თქმა უნდა იყო სურვილები და ჩვენ თქვით და დავსახეთ ასე ვთქვათ გეგმა მომავალში როგორი ფორმით ვიმუშავებთ საელჩოსთან ეკნებათ როგორც კონსულტაცია ასევე შევა ყველა პროექტი და მე იმის შემდეგ ისინი განიხილავენ ჩვენ გამოგვიგზავნიან და უკვე კულტურის მიმართულებით ვიმუშავებთ სხვადასხვა ჯგუფების ჩამოყვანაზე, სხვადასხვა მიმართულებებზე. იქ არის თეატრიც ასევე, იქ არის ფილმების, დოკუმენტური ფილმების მოთხოვნა, ბევრი რამ ყველა მიმართულებით და კარგია ეს, იმიტომ რომ ეს ის ადამიანებია, რომლებიც ჩვენ არ უნდა დავკარგოთ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის სამშობლოში უნდა არ უნდა დაკარგოთ. დიახ. კი ბატონო, ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ თესალონიკში, თქვენ შეხვდით თესალონიკის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს. ამ მიმართულებით ხო არ იგეგმება საომავლოდ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ურთიერთობა? დიახ, არა მარტო იგეგმება, არამედ ეს ადამიანი იქნება ალბათ ჩვენი მომავალი სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი კონსულტანტი. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, მას აქვს თესალონიკში მეგაროს საკონცერტო დარბაზის დირექტორი არის და ასევე ორკესტრის მთელი შემადგენლობა, სიმფონიური ორკესტრი, რომელიც არსებობს ძალიან მაღალ დონეზე, ეს მისი დამსახურებაა და იცის ყველა მექანიზმი. ჩვენ ბევრი რამ უნდა გავიზიაროთ, რა თქმა უნდა, მაესტრო დავით მუქერიასთან ერთად ჩაუჯდებით ამ თემებს და ძალიან მალე ბათუმს ექნება აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ალბათ ძალიან დიდი იმედი მაქვს იანვრიდან უკვე იფუნქციონირებს და დაგპატიჟებთ აუცილებლად. ეს ახალი იქნება, ახალი ასე ვთქვათ, საფეხური კულტურის განვითარებისთვის რეგიონში და ეს იქნება ორკესტრი, რომელიც იქნება რეგიონისთვის პირველ რიგში და მოემსახურება რეგიონის ინტერესებს და მოთხოვნებს და ეს კონკურსია გამოსაცხადებელი ოქტომბერში და ამის შესახებაც გაგიზიარებთ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ეს არა მარტო რეგიონისთვის, მე ვფიქრობ, მთელი ქვეყნისთვის. და რაც შეეხება პატაშეს კითხვას დაუბრუნდები, ასევე გქონდათ შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან. როგორი სახის შეხვედრა იყო და რაზე ისაუბრეთ? როგორც თქვი, ეს იყო საპილოტო სკოლასთან დაკავშირებული შეხვედრა და საერთოდ თავის დროზე, როდესაც ბატონი ხასან ხალილი თბილისში იმყოფებოდა და მე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, მაშინ შევიმუშავა ესეთი პროექტი, რომელსაც ქვია Art for Everybody, ანუ სახელოვნება ყველასათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია, ასე ვთქვათ, რომელიც ინკლუზიურ განათლებასაც ეხება და ეს არის ის თემა, როდესაც ხელოვნება ყველასთან მიდის და უფრო მისაწვდომი ხდება. ასევე თაში როგორ განვითარდეს კულტურა და როგორ მივიდეს კულტურა თაში უფრო ადვილად ადამიანებთან, ესეც შედის ამ ყველაფერში. და ესეთი ხაზია, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო ვრცელი, მასშტაბური, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე უფრო მეტად ბავშვებს ეხება. და სწორედ ბატონ ხასანს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, აქვს საერთაშორისო გამოცდილება მენეჯმენტის და განათლების სამინისტროსთან ერთად მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ერთად იმისათვის, რომ ხარისხიანი სკოლა მივიღოთ, რომელსაც ექნება გარკვეული ტიპის დიპლომი, რომელსაც ექნება გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, მიმართულებები და იქნება განათლებასთან
შეთანხმებით, ასე ვთქვათ, რაღაც ფორმას მიიღებს. თუმცა ეს სკოლა ვერ იქნება ჯერ სტატუსიანი, სამწუხაროდ, ამას კიდე სხვა საპარლამენტო ინიციატივები ჭირდება და იმედს ვიტოვებ, რომ ეს მალეც ესეც მოხდება. მაგრამ ამ ეტაპზე საპილოტო სკოლას ექნება აჭარას და მე მგონი ეს იქნება მთლიანად სხვა შორის კავკასიის რეგიონისთვისაც საინტერესო, იმიტომ რომ იქ რასაც დავნერგავთ ჩვენ ინოვაციებს, ის იქნება ძალიან საინტერესო. ხო არ ფიქრობთ, რომ ანუ ახსენეთ თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის ბუნებრივია ეს ყველაფერი ერთად მოდის ხოლმე ხშირად, ჩვენთან ხან ერთიანდება, ხან ცალკავდება და ანუ ეს ორი სფეროა, რაც ზოგადად ადამიანების განვითარებისთვისაა მოწოდებული თავიდან ბოლომდე. დაუშვათ აი ამ სკოლის პროექტი რაც ბრძანეთ, ნელ-ნელა ასე ვთქვათ, პილოტის გადალახავს საპილოტო ვერსიას, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა დაინერგოს სკოლებში, რომ დაუშვათ ხელოვნებას უფრო მეტი ყურადღება მიექცეს სკოლის დონეზე, თუნდაც პირველი კლასიდან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმის გარდა, რომ გივითარებს ზოგადად ინტელექტს და სმენას და ასე შემდეგ, ასევე მოტორიკას აუმჯობესებს. ანუ თავიდან ბოლომდე მოქმედებს ადამიანზე, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. როგორ მიხარია ამ თემაზე რომ საუბრობ თქვენთან და მოტორიკას და სულიერებას ნამდვილად ანვითარებს მუსიკა და ბავშვი რომელიც პატარაობიდან ეზიარება ხელოვნებას და ამ შემთხვევაში მუსიკალურ ინსტრუმენტებს ის ბავშვი ნამდვილად სხვადასხვა მიმართულებით უფრო მეტად განვითარდება და უფრო მეტად მომზადებული იქნება. აქ თუ ძალიან ჩაურღმავდებით ნეირონებსაც ანვითარებს და ახალი ნეირონების წარმოშობას უწყობს ხელს და საერთოდ ღრმად შეიძლება ამაზე საუბარი. ამიტომ მუსიკის მნიშვნელობა და ხელოვნების მნიშვნელობა ძალიან დიდია და ბავშვობიდან უნდა დაინერგოს ეს ამისთვის ბავშვებს სჭირდებათ უფრო ასე ვთქვათ მომზადებული გარემო მასწავლებლების გადამზადება აუცილებელია და ეს პროცესიც უნდა დაიწყოს და ვფიქრობ რომ მასწავლებლებსაც უნდა მიეცეთ ის შანსი რომ გადამზადდნენ და უფრო მეტად აიმაღლონ თავიანთი კვალიფიკაცია და ბავშვებისთვის კიდე შეიქმნას უფრო მეტად პროფესიონალური გარემო, სადაც მათი ნიჭი, მათი შესაძლებლობები მეტად განვითარდება. სწორედ ამას ემსახურება საპილოტო სკოლა. შესანიშნავი მადლობა. კი ბატონო და ზოგადად მაინტერესებს მნიშვნელოვანი არის ახლა თქვენი აზრი, რამდენად მნიშვნელოვანი არის ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირი და როგორ მოქმედებს ეს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის იმიჯზე. კულტურული ასე ვთქვათ კავშირები, მით უმეტეს ისეთი კავშირები, როგორიც არის ხელოვნების, მუსიკის და ყველა კულტურული, ასე ვთქვათ, ყველა გამოვლინებით, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის და ხალხთა შორის დიპლომატია, მე მგონი ოდითგანვე ბატონი ნუკრიც საზღვრები არა აქვს, ხო? აი ნამდვილად არ აქვს საზღვრები. ის რაც შეუძლია გააკეთოს ხელოვნებამ, ალბათ პოლიტიკასაც არ შეუძლია, ალბათ იქ რაღაც შეზღუდვები არის და აქ ხელოვნებაში არ არის შეზღუდვები, იმიტომ რომ ეს ყველა ასე ვთქვათ ბარიერს ანგრევს. ის ემოცია რაც მოდის დარბაზში, თეატრიდან, მსახიობისგან, ამ შემთხვევაში მუსიკისგან ვთქვათ და ეს ისეთ სფეროში შედის ადამიანი, როდესაც იქ ბევრი რამ უკვე სხვანაირად შეიძლება გადაიხედოს, ასე რომ ადამიანთა შორის კავშირები, კულტურა და სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა ინსპირაციის ადამიანების დაკავშირება კულტურით, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი, სადაც აღარ ჭრის უკვე დიპლომატია. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადაც დაუშვათ პოლიტიკურ კრახს განიცდის, იქ ხელოვნებას შეუძლია სათანადო სიმაღლეზე თუა გადალახოს ყველა დაბრკოლება და გაერთიანოს ადამიანები. ჩვენ ალბათ არ ვიქნებით ძალიან ორიგინალურები ამ შემთხვევაში და არც თქვენი კითხვა ახლა მომდევეთ ორიგინალური ხო? ეს ხო აღიარებული ახლა, რომ ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ახლავს ხელოვნების ნიმუშებს, მას მართლა არ აქვს ბარიერი. რაც არ უნდა მე სკეპტიკურად ვიყო ქვეყნის მიმართ განწყობილი, თუ იქიდან წამოვიდა რაღაც ისეთი, რომელიც გადალახავს ამას, მე ბუნებრივია რომ მე ვიქნები ამ ტყვეობაში. ასე რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საფუძველი უნდა იყოს, რომ ეს იყოს მაღალი რანგის სწორედ და მას მოახდინოს ზემოქმედება და შთაბეჭდილება. აი თავარი არის შთაბეჭდილება და ის ემოციური მარცვალი, რომელსაც სწორედ ხელოვნებას შეუძლია რომ შექმნას. ამის მაგალითია ქალბატონი ელისოს სწორედ მთელი მოღვაწეობა რა ემოციითაც და ასევე სხვების ქართველების ლეგენდ, რომლებიც ჩვენთან არიან და აღარ ჩამოვთვლით თქვენს კარგად იცით.
ვინც ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, სწორედ აი ამ ურთიერთობაში ქვეყნებს შორის. კი ბატონო, ნუკრი, თქვენ თეატრი ძალიან შეუყვარდა ხალხს მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ამ გრძნობით იყო მაყურებელი განწყობილი, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დიდი აქტიურობით გამოირჩევა მაყურებელი, იმიტომ რომ მუდმივად განვითარების პროცესში ხართ. შეიძლება ხუმრობით თქვათ კიდევაც, რომ ვერ ვასწრებთ სპექტაკლების დაანონსებას, მუდმივად ახალი სპექტაკლები არის, თან ძალიან საინტერესო. გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გასტროლი ჰქონდათ საბერძნეთში, კიდევ რა გაქვთ დაგეგმილი საომავლოდ? ამ სეზონში ჩვენ ახლა 6-ში მივდივართ ოზურგეთში არის ფესტივალი ნოდარ-დუმბაზის უკვე საკმაოდ აღიარებული და იქ მიგვაქვს სპექტაკლი მე ვხედავ ზეს ნოდარ-დუმბაზისა მე ერთი პრემიერა გვექნება კიდევ 10-ში ეს არის ქართველი დრამატურგი რევას ნაჭყეპია მატარებელი უკვე გავიდა ოღონდ ეს ექსპერიმენტალურ სცენაზე იქნება 12-ში დავხურავთ სეზონის სუმბათაშვილის პიესის ღალატით რომელიც გიორგი სიხარულიძემ დადგა და საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი გახლავთ და მერე გვაქვს გასტროლი კახეთში, თელავში, რამდენიმე სპექტაკლით მივდივართ და ერთკვირიანი გასტროლი იქნება. მერე აგვისტოში არის ბუნებრივია წვეთა და შესვენება. უკვე და სექტემბრიდან გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პიესები ჩარშევა ალბათ უკვე მუშაობაში და იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ჩვენ შევასრულებთ. პარალელურად ალბათ შევეცდებით კიდეც რომ სხვებსაც ვაჩვენოთ, ქვეყნის გარეთაც ვაჩვენოთ ჩვენი წარმოდგენები. იყო გარკვეული კრიზისი, არ მინდა ეხლა ეს დავმალო, მაგრამ ეს არ იყო თეატრიდან გამოწვეული, ეს იყო იმ მოვლენებიდან, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით ნოემბერ-დეკემბერში, რაც იყო შტურმები და ამბავი და არეულობა და რამაც მერე გადაინაცვლა უკვე სხვადასხვა კერებში, ამას ადვილად თუმცა თეატრმა შეძლო. ადვილად მოვარეთ, თუმცა ამან გარკვეული კვალი პაუზა გაგვიჩინა ჩვენ ცოტა ხნით, მაგრამ შემდეგ უკვე ჩვენ ახლა უფრო მტკიცედ ვდგევართ, რომ ვიცოდეთ, სწორედ ამის შემდეგ და გაცილებით უფრო აქტიურად ვართ მომავლისკენ გამიზნულები, რომ თეატრმა უნდა გააკეთოს თავისი საქმე. ნამდვილად და მსახიობი თუ ხარ შენ სცენაზე უნდა იდგე. და თუ არ გინდა სცენაზე დგომა და იქაც მაშინ მიბრძანდი ბატონო და დადექი იქ. თუნდაც ისიც შეგვიძლია პრინციპში აღნიშნოთ, რომ თეატრი მაინც ვერ მოწყდება იმას, რომ საზოგადოების ნაწილია თეატრიც თავიდან ბოლომდე. საზოგადოების ნაწილი როა, მისი პროფესია და ჩვენი პროფესია ეს არის, ამიტომ აქედან გააქვს შენ საშუალება, რომ რაღაც გარკვეული საქმელი თქვა და გაცილებით უფრო ემოციურად ვიდრე იქ რაღაც და შორს გაიტანოთ ან ხმა. ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესოა. ქალბატონ ელისოსთან მინდა მეკითხვა. მე მქონდა კითხვა, კიდე ხომ არ არის დაგეგმილი საომალოდ რაიმე მსგავსი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი? ამ შემთხვევაში ჩემი ვიზიტზე თუ არის საუბარი, ჩემი ვიზიტი მზადდება თურქეთში, სადაც ქართული დიასპორა მოგახსენებათ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ეს არ ვიცი, შეიძლება შედგეს ოქტომბრის შუა რიცხვებში, არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მზადდება ბევრი რამ, რაც საჭირო იქნება იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ მე თქვენ ბრძანეთ და თეატრზე ვსაუბრობ სიძნელებზე ვსაუბრობდით და ხელოვნების როლზე. და მე ვფიქრობ და ვუბრუნდები იმ თემას, რომ ხელოვნება ეს ის სფეროა, როდესაც ხელოვანი ხარ. ადამიანი უნდა გესმოდეს, რომ შენი ვალია ის, რომ გაერთიანო კულტურა, ხელოვნება გვაერთიანებს და ამიტომ ეს არ უნდა დავივიწყოთ და მე არ მგონია, რომ ესეთი კონკრეტული თქვათ ადამიანები, რომლებიცაც უნდათ რომ შემოიტანონ ეს დისონანსები, ეს სწორი არის ის, რომ ყველანაირად ვეცადოთ მუსიკით, ხელოვნებით, თეატრით ადამიანები და საზოგადოება სჭირდება სულიერი საზრდო და სიმშვიდე. ნამდვილად. და არა პირიქით. ასე რომ მე ვუსურებ ყველა სულიერ სიმშვიდეს და ვუსურებ მეტ ხელოვნებას, მეტ მუსიკას, მეტ თეატრს და ეს არის ყველასთვის ძალიან კარგი და დაგებით. ეს დავუმატებთ თუ შესაძლებელია. ქალბატონ ელისოს აქვს ძალიან საინტერესო გეგმები, ახლა ბოლომდე ამის თქმა
დროც არ გვეყოფა და იმედი მაქვს რომ აი ამ გეგმების ნაწილიც რომ განხორციელდეს უკვე ხომ აჭარაში იქნება ძალიან კარგი ამინდი სწორედ ხელოვნების და კულტურის თვალსაზრისით და ამას აუცილებლად ჭირდება საზოგადოების თანადგომაც, ასევე აუცილებლად ჭირდება განათლების სფეროს ჩართვა სწორედ ამ პროცესში, იმიტომ რომ განათლებაში ძალიან ბევრი ხარვეზი გქონდა ჩვენ სწორედ ამ ბოლო წლების განმავლობაში, ეხლა ეს სწორდება უკვე და აი სწორედ სკოლა, უმაღლესი განათლება მაქსიმალურად უნდა იყოს კონტაქტში სწორედ ისეთ კერებთან, როგორიც არის იქნება ეს მუსიკა, თეატრი თუ სხვა დარგი ხელოვნებისა და საბოლოო ჯამში ახლო წლებში დავინახავთ შედეგს კიდე არ გინდა იმედი მაქვს რომ ეს პროცესი ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ რომ საინტერესოდ განვითარდება სწორედ და ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და მადლობა რომ ყოველთვის ზრუნავთ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის და რეგიონის იმიჯზე. ჩვენ რამდენიმე წამში ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მოკლედ, ასეთ მნიშვნელოვან ამბებზე ვლაპარაკობთ, ახლა კიდე უფრო შორს უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენი სტუმრებისგან გაჟღერდა ის არის რაღაც ხარვეზები ბუნებრივია ყველგან ყოველთვის ყველაფერში, ადამიანი პრინციპში როგორც ჩვენმა გუშინდელმა სტუმარმა აღნიშნა, დღეში რამდენიმე შეცდომასაც კი ვუშვებთ, არა მარტო სახლში, არამედ სამსახურში, ჩვეულებრივი რაღაცაა, ეს განვითარების პროცესია და შესაბამისად ხანდახან საჭიროა პატარო, რაღაცა ბუნებრივად ხდება, იმიტომ რომ პრობლემაც, ხარვეზიც, რომელზეც უნდა მე დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და რაც უფრო ხვალ ვლაპარაკობთ, მით უფრო კარგ შედეგს ვიღებთ ჯამში. ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ თუ ჩვენ ასე ვთქვათ განვითარებისკენ ვართ მიდრეკილი და ხანდახან მოყავს მაგალითად ის კომპიუტერი რაღაცა და კომპიუტერშიც უამრავი შეცდომა მოდის, ამიტომ არსებობს კომპიუტერს აქვს სპეციალური პროგრამები, რომელიც პარალელურ რეჟიმში ასწორებს ამ შეცდომებს, ხდება გადატვირთვა, დეფრაგმენტაცია, ასე შემდეგ, ვინც კომპიუტერში ერთგვარად თვითმეტეს დამეთანხმებით და მოკლედ ესე ვითარდება იგივე პროგრამული ზრუნველყოფა გინდ კომპიუტერში და გინდ კიბერნეტიკაში და გინდ ადამიანებში, რომ მივიღოთ საბოლოოდ ადამიანი, რომელიც, რაღაც დაბადებიდან რაღაც ასაკამდე მიდის და შემდეგ დიდ გამოცდილებას ღებულობს. ხო, სიტყვა შეცდომა სპეციფიკში აღარც იყენებენ, რომ იყენებენ გამოცდილებას. თუმცა ამისთვის მაგალითად მოწოდებულია მთელი, ასე ვთქვათ, სფერო, რომელიც ასე ვთქვათ, არა მარტო დასაქმებულების მხრიდან, არამედ მეორე მხრიდანაც, ასე ვთქვათ, დამსაქმებლის მხრიდან პირობითად ვამბობ. სადაც დაუშვათ ყოველთვის ვიდეო და ფიქრი თუ რა გავაკეთოთ იმისთვის რომ შევუქმნათ კომფორტი თუ გამოწვევებთან სწორი გამკლავების მექანიზმები, როგორ ავმოქმედოთ, როგორ მოვიფიქროთ უკეთესი და ასე შემდეგ და ეს სფერო არის HR სფერო, ხო? HR სფერო არის ადამიანური რესურსების მართვის სპეციალიზაცია, სადაც მუდმივად ზრუნავენ ადამიანურ რესურსს. და აქ არა ლაპარაკი რა თქმა უნდა რაღაც უსახურობაზე, იმიტომ რომ რესურსი რო დაგარქვანა ხარ არ მგონია მოგეწონათ, მაგრამ ფაქტია ის, რომ ჩვენი რაღაც უნარები ყოველთვის უნდა მოდიოდეს თანხმედრაში იმასთან თუ რას დავუშვათ, როგორ თავაზობთ ჩვენს თავს, დავსაქმებელს და რას თავაზობს ის. რა განვითარების საშუალებები უნდა მივცეთ ერთმანეთს, სად მივდივართ ერთად, როგორ უნდა დავყაროთ ერთმანეთთან სწორი ურთიერთობა და როგორ განვითარდეთ ჩვენაც და უკვე 5-ჯერ ვახსენე დამსაქმებელი, მაგრამ ფაქტია, ხო, სადაც არ უნდა მუშაობდეს იქნება კერძო ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ჩვენს შესაძლებლობას და დამსაქმებელი ყიდულობს ასევე ჩვენს შესაძლებლობას. რა თქმა უნდა. და წლების განმავლობაში, როდესაც გვესმოდა და გვესმის პრინციპში, რომ მენეჯმენტი არ გვაქვს, კი ბატონო, ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ ვიღაცას მენეჯმენტი და უშუალოდ 10 წლეულების წინ და შეიძლება გუშინ წინაც ეგონა ის, რომ ის უბრალოდ იყო ვიღაც კარიკატურული ადამიანი, რომელიც კაბინეტში ზის და ბრძანებს ისმის აქეთ-იქით, ეს ნელ-ნელა შეიცვალა, კაცობრიობაზე იმუშავა და რა თქმა უნდა, ვიწრო სპეციალიზაციის წარმომადგენლებაც იმუშავეს ამაზე და მივიღეთ რაღაც სისტემა, რომელიც რა თქმა უნდა, ასევე როგორც ჩვენ ერთი რიგითი ადამიანი, ეს სისტემაც მოქნილია ყოველთვის სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, მისი შემადგენელი წევრების დახმარებით და შესაბამისად მიდივართ სადღაც წინ. მოკლედ, რა გამოწვევებია, რა ხედვებია ამ სფეროში? როგორია თანამედროვე მენეჯმენტი? როგორ შეიძლება რიგით ადამიანს, რიგით თანამშრომელს დაუშვათ წვლილი შეიტანოს ამ ყველაფრის განვითარებაში? ამაზე ვილაპარაკებთ მენეჯმენტისა და მარკეტინგის სპეციალისტთან ერთად. ჟოთი კეკიძეა ჩვენი სტუმარი, მოგზავნით თუ შეიძლება. ღემშვიდობისა, შემოგვიერთდით. გამარჯობა. დავბრძანდით. რეგში მოწვევისთვის
ისე თქვენს რეზუმეში ფსიქოლოგიის მაგისტრი სულ ახლა ისე არ გამომივიდეს, ანუ ყველა HR-ი ფსიქოლოგიის წარმოადგენელი უნდა იყოს თუ ეს უბრალოდ კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ უკეთესად წარმოადგენდი ამ პროფესიას. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და პირდაპირ გეტყვით, რომ ფსიქოლოგია მხოლოდ HR საქმიანობაში არ გვეხმარება რა. ფსიქოლოგია გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში იმისთვის, რომ შევქნათ რაღაც უფრო ჯანსაღი, რაღაც უფრო კარგი ისმედით. ეხლა ძალიან მესიამო უნდა სიმართლე გითხრათ, აი თქვენი საუბარი, იმიტომ რომ თანამედროვე მენეჯმენტი არ შეიძლება იყოს ისეთი, როგორც წლების წინ ჰქონდა რა. აი ადამიანი, რომელიც ბრძანებებს გასცემს კაბინეტიდან. ეს ყოველდღე შეურაცხყოფა. ბორჯომი აქვს იმაში. ხო, ანუ არა, უბრალოდ არ შეიძლება. რაღაცნაირად ჩვეულებრივი სიტყვით რომ ვთქვათ, მოძველებული მენეჯმენტი, ხო? მოძველებული და არასწორი მენეჯმენტი. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მოდის შენთან ერთად სამუშაოდ, რომ რაღაც კარგი შექმნას დაუშვათ ქალაქისთვის, თავის კარიერისთვის, ქვეყნისთვის, ჩემთან ყველას აი ეს პატარა დრო შეუკეთია სამსახურში, იმიტომ რომ მინდა ადამიანები გძნობდნენ თუ რა იდეას ემსახურება მათი ყოველდღიურობა, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ ისეთ სფეროში, ტურიზმში, სადაც ყოველდღიურად გვაქვს ძალიან ბევრი კომუნიკაცია უცხოელებთან. ამ ადამიანებმა ჩვენგან აუცილებლად უნდა წაიღონ კარგი ემოციები. და თუ ჩვენ შიგნით არ გვექნება ჯანსაღი ემოცია, ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნით, გამორიცხულია. ეს ადამიანები, ამიტომ ჩემში, როგორც ლიდერში დაუშვათ, უნდა ხედავდნენ ადამიანს, რომელიც ბრძანებებს კი არ გასცემს კაბინეტიდან, არამედ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მათთან ერთადაა. ფსიქოლოგიურადაც, მორალურადაც, ფიზიკურადაც მხარს უჭერს მათ და ყოველ დღეს ცდილობს, რომ ისინი გახადოს უკეთესი. 3 წელია ვაშენებთ ჩვენ ამ იდეას, იმიტომ რომ ტურიზმს ზოგადად იმიტომ შევუერთდი, რომ თავის დროზე კარგად დავინახე, რა შეიძლება, რამდენად ცუდად შეიძლება იმოქმედოს ახალგაზრდაზე არასწორმა მენეჯმენტმა. მე მსხვერპლი ვარ მაგ ყველაფრის, იმიტომ რომ ჩვენს ქალაქში ეგ ჭირდა. წლების წინ ძალიან ცუდი მენეჯმენტის სტილი ჰქონდა და არ იყო იმის საშუალება უბრალოდ რომ ადამიანის ცნობიერება და ინტელექტი სამსახურში სწორად განვითარებულიყო. დღეს მე ჩემთან ვინც მუშაობს, ყველა ადამიანი ფასადურად არა, პირდაპირ მნიშვნელობით ოჯახის წევრებით მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი თლიანი საქმიანობა მათ ემოციებზეა დაყრდნობილი. მე ეს რისკისაა დამჯერეთ ასეთი მართვის სტილი თანამედროვე მენეჯმენტში, იმიტომ რომ ულიმიტოდ გასცემ. ულიმიტოდ გასცემ ენერგიას, ულიმიტოდ ხარ ფსიქოლოგიც, ულიმიტოდ ხარ მენტორიც და ყოველ დაშვებულ შეცდომაზე ვიღაცებს კი არ სჯი პირიქით. ვცდილობ რომ რაღაც კარგი შთააგონო, რომ ამ შეცდომაზე ამ ახალგაზრდებმა ისწავლონ. იმიტომ რომ სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, დამეთანხმებით ალბათ და თუ ჩვენ ამ ტენდენციებს ჩამორჩებით, დამიჯერეთ აღარავინ დარჩება, ვისაც მუშაობა ენდომება უბრალოდ ისეთ გარემოში, სადაც ყოველდღე სტრესი, შფოთვა და დაძაბულობაა. მით უმეტეს ტურიზმში. რამდენ ენერგიას რო ხარჯავთ ახლა ამბობთ, მე თქვენ სად დადიხართ ენერგიის აღსადგენად? მოდი გულწრფელად გეტყვით ამასაც. შეერთებული ხართ რაღაც ისეთ არხებზე? არა. ამიტომ არის ფსიქოლოგიის მაგისტრი. შეიძლება საკუთარ თავზე მშველელი, ფსიქოლოგით რაც აქიმი დასნეულდეს. ხშირად მოგზაურობ. ჩემი მედიტაცია არის მოგზაურობა, ყოველთვის მოგზაურობ და ეს მეხმარება იმაში, რომ სხვადასხვა ერის კულტურა სწორად შევიცნო, ვნახო იქ რა ხდება უფრო განვითარებულ ქვეყნებში, რომ მე ეს ყველაფერი სინთეზში შევიყვანო ჩვენს მენტალობასთან. ეხლა პირდაპირ ვთქვათ, გამორიცხულია ის სისტემა მოარგო საქართველოს, რასაც დაუშვათ გერმანიაში, შვეიცარიაში, ინგლისში. აი საინტერესოა როგორ ეს რთულია. ნახეთ, წარსულში ზუსტად ამ შეცდომას უშვებდნენ. როდესაც ჩამოყავდათ უცხოელი გენერალური მენეჯერი, უცხოური კულტურის მენეჯმენტის მეთოდიკით, ეს ჩვენს კულტურულ ცხოვრებასთან ცოტათი შეუსაბამოა. ჩვენი ცხოვრების ლეველი არც ისე მაღალია, გულწრფელად ვიტყვი ამასაც, რომ აი ის რაღაცები აქ მოვთხოვოთ ადამიანებს. პირველ რიგში ჩემი აზრით, აი ვინც არიან მენეჯმენტის რგოლში მთავარი ტიპები, იმ ადამიანებმა უნდა ეცადონ, რომ თუნდაც აი საკუთარი თავის მსხვერპლ შეწირვით, მაგას ვაკეთებ. მაგ პასუხამდე მივდივარ, საკუთარი ენერგიების მსხვერპლ შეწირვით, ისე ვიშრომოთ წლების განმავლობაში, რომ აი მომავალში ყავდეს თაობა, რომლებსაც ეს ყველაფერი სინთეზში ექნებათ. ქართულ კულტურასთან შერწყმით და იმ რეალობასთან შერწყმით, რაც დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს. თული პერიოდია ქართულ კულტურაში მარტო წარსული არ იგულისხმება მიმდინარე კულტურაში. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ დროს არ უნდა ჩამოვიდეთ. მაინც რომ დავაკონკრეტოთ. მე ახალი თაობის მენეჯერი ვარ, იმიტომ რომ ყოველთვის ჩართული ვარ ნებისმიერ პროცესში და მაგ ენერგიებს მხოლოდ ჩემს სფეროში არ ვიყენებ, საფეხბურთო გუნდის ხავს.
სადაც იგივე რაღაცებს ვაკეთებ ადამიანებზე, რომლებსაც ცხოვრება აქვს დასაკაჩი. ბევრი ადამიანი ყავს ქალაქში, ვისაც მენტალურად უჭირს, ფსიქოლოგიურად უჭირს, რთული დროება უდგას ცხოვრებაში. ამიტომ მათთვის, რა ვიცი, მახარებს ეს საქმე, იმიტომ რომ მიყვარს, როდესაც ადამიანს დაუშვათ რაღაც კარგში დავაგონებ, რაღაც რთული სიტუაციიდან ამოვიყვან. ეს როგორ გითხრათ, ალბათ საკუთარი განვლილი გზიდან გამომდინარეა, იმიტომ რომ მეც მქონდა ბნელი პერიოდები ცხოვრებაში და ვიცი, რამდენად რთულია, როცა მარტო რჩები ყველაფრის წინააღმდეგ რა. თან ისეთ სამყაროში, სადაც აი სინათლის ისწრაფით ვითარდება აბსოლუტურად ყველაფერი. შეუძლებელია გუშინ რაც იყო ღირებული დაუშვათ ამ ბაზარზე, ხვალაც იგივე ფასი ქონდეს ამ ყველაფერს რა. იმიტომ რომ ყოველდღიურად ეს ყველაფერი იცვლება. ტურიზმის სფეროც იცვლება და სხვა ნებისმიერ მიმართულება, სადაც ადამიანური რესურსებია საჭირო. ჩვენ კი გვიჭირს ამ საკითხში, იმიტომ რომ რეალურად არ გვაქვს ისეთი მენეჯმენტის მეთოდიკა ქალაქში დღემდეც კი დამიჯერეთ, სადაც ადამიანებს ცნობიერებით ამაღლებენ, ადამიანებს აძლევენ იმის საშუალებას, რომ გამოხატონ იმპროვიზაცია, იყვნენ უფრო კრეატიულები, თავისით მიიღონ გადაწყვეტილება და თვითონ გახდნენ ლიდერები. იმიტომ რომ შემდეგ ამ თაობამ უნდა შექმნას რაღაც უფრო ჯანსაღი ჩვენს ქალაქში. ჩვენ თუ ვცდილობთ რომ გავიზარდოთ როგორც ქალაქი მაცხოვრებლებით, კულტურულად, ფინანსურად და ნებისმიერი მიმართულებით, ჩვენ აუცილებლად უნდა ავყვეთ დროს. მე მივხვდი ახლა თქვენ რასაც ამბობთ, იმიტომ რომ ძველი დოქტრინა ახლა, როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, ასეთი ფრაზა ტრიალებდა ყოველთვის, რომ ინიციატივა დასჯადია. შესაბამისად, ადამიანები ვინც იჩენდნენ ინიციატივას და არ წარმოადგენდნენ ვიღაცის ვიღაცებს, რა თქმა უნდა, ესენი რჩებოდნენ იმ ადგილებზე განვითარების გარეშე და ამიტომაც გამიმუშავეთ თაობებში ასეთი მიდგომა, რომ შეიძლება მე იდეა მომივიდეს, მაგრამ ამას აზრი არ აქვს წარბოჩენას, იმიტომ რომ ამისთვის პირიქით მეთქვია, რომ აბა ახლა შენ ეს ყველაფერი შეცვალო უკეთესობისკენ, რას ქვია უკეთესი? პარტიამ შეიმუშავა, რომ ეს ყველაფერი უკვე კარგადაა. გინდა რომ ჩემზე უკეთესი გამოჩნდეს. ხო, რა. და შესაბამისად ადამიანები მიეჩვივნენ ამას და ამას გადაწყობა ჭირდება, იმიტომ ასეთმა ადამიანებმა გაზარდეს მე მეორე თაობა, რომელსაც თავიდან მიასწავლეს, რომ აკეთე შენი საქმე. იყავი ნაცრისფერი, იქ უბრალოდ ხმა რა მოიღო, შენთვის ხელფას აიღებ წახვალ სახლში. დღეს მოთხოვნა არის ის, რომ პირიქით, მოდი გააკეთე შენი საქმე, ინიციატივა გამოიჩინე, შენს ნებისმიერ რგოლის წარმომადგენელმა შეგიძლია შეიტანო წვლილი და ლიდერი ეს სიტყვა უკვე ხო მოგისმენს და შენთან ერთად გადაწყვეტს ამ გუნდთან ერთადლიანად გადაწყვეტს რა ჯობია, იმიტომ რომ ყველა ერთად ზრუნავთ ამ კონკრეტული საზოგადოების, კომპანიის და ასე შემდეგ განვითარებაზე. და არა პიროვნული წარმოჩენა. მიხარია რომ ასე ძალიან კარგად გესმეთ ეს. ამ ინტერპრეტაცია გავაკეთეთ ქეჯის ხო, მაგრამ მაინც სწორია რომ სწორად აღიქოთ რა ამ ყველაფერს ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრებისეული თეზისი მაგას ეკუთვნის. მე რომ დაუშვათ მქონდეს ის ხედვა რომ აი კარიერულად რაღაც მხოლოდ ფინანსებზე მქონდეს გაკეთებული აქცენტი, საერთოდ აქ არ ვიჯდებოდი და არც ამ ქალაქში დავრჩებოდი ამდენი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ წლების წინ ბარგიც კი მქონდა ჩალაგებული, რომ აი უკვე შეუძლებელი იყო იმ პირობებში გაჩერება, რაც ქალაქში გვაქვს ჩვენ და მივდიოდი და დამიჯერეთ ძალიან ბევრი ადამიანი დანებდა და წავიდა. ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი, ვინც კონკრეტულად ტურიზმის სფეროში იყო, იმიტომ რომ რეალურად ეს არის სფერო, რომლითაც ჩვენ რეგიონის სუნთ ქავს, ხომ ასეა. ჩვენ რო ტურიზმი გამოვთიშოთ აჭარაში, რა დაგვრჩება ხალხო, აი დავფიქრდეთ უბრალოდ ტურიზმი რო გავთიშოთ, რამდენი რამ მიყვება ეტაპობრივად. და იმის მაგივრად რომ ჩვენ ტურიზმს ყვებავდეთ, ჭკვიანი, ძალიან საღიაზროვნების მქონე ადამიანებით, რაღაცა პირიქით ხდება რა, აი ხედავ რომ 18-19 წლის ახალგაზრდა მოდის შენთან სამსახურში, რომელსაც ძალიან კრეატიული გონება აქვს, ძალიან ლაღია, ენერგიული, ენთუზიაზმით ახსავსე და იდეურად პატრიოტი ადამიანია. შეუძლია რომ ისეთი გზა განლოს ამ კარიერაში, რომელიც სამომავლოდ ძალიან კარგ შედეგებს მოგცემს. და არის კომპანიები, რომლებიც ასეთ ადამიანებს კვეცავენ კონკურენციის შიშის გამო, სხვათა შორის. ანუ არიან ადამიანები. ხოლოდ ეს მიზეზია, როგორ ფიქრობ? როგორ? ხოლოდ კონკურენციის მიზეზია. არა. ბევრი ადამიანი იმას ვერ აღიქვამს, თუნდაც აი რა ინტერპრეტაციას მივეცით ახლა ჩვენ საუბარს, ბევრი ადამიანს ამის აღქმა არ შეუძლია, გასმით? ბევრი ადამიანი ჩაკეტილია იმ სივრცეში, რომ აი სიმკაცრე, მაქსიმალური დისციპლინა შეიძლება ქმნიდეს რაღაც კარგს და განსაკუთრებულს. რეალურად კი ჩვენ ბოლოს რას ვიღებთ? დასტრესილ თაობას, რომლებსაც ერთი სული აქვს აქედან გაიქცნენ. არავის ტურიზმში მუშაობა აღარ უნდა იმის გამო, რომ ეს არასტაბილურობა. ხო, არა, მე ტურიზმზე იმიტომ საუბრობ, რომ ეს ფილტრებია ხალხო გესმით რეგიონის. ეს რომ გამოიფიტება, მე უკვე გვიანი იქნება. მე მახსოვს 2011 წლიდან ამ ბიზნესში ვარ, ამ სფეროში მოღვაწეობ და
ყველაფერი გამივლია მე მგონი, რაც თუ შეიძლება და ადამიანს გაევლო, ეგრძნო და განეცადა ამ სფეროში. და ხედავდი რა დონე გქონდა რაღაც პერიოდებში და ახლა რა დონე გვაქვს. იმიტომ რომ პანდემიამაც უჩვენა ხალხს, რომ ეს არასტაბილურობა შეიძლება ერთ დღეს უბრალოდ რაღაც სადღაც მოხდეს და შენ ყველაფერი დაკარგო, შენი შემოსავლის წყარო ჩაიკეტოს. ამან შიში გაუჩინა. ამან ხალხი ძირითადად სამშენებლო მიმართულებით წაიყვანა, ჟურნალისტიკის მიმართულებით და გამოიფიტა რა თითქოს ეს სფერო, ანუ ხალხს ვეღარ პოულობ, ვინც პროფესიონალია და ვინც იაზრებს თუ რატომ უნდა იმუშაოს ტურიზმში. ტურიზმი ეს მხოლოდ არ არის, რომ შენ ვიღაცა ჩამოვიდეს შენს ქალაქში დაისვენოს და მხოლოდ კარგი კომფორტი შეუქმნა მას. ხო, ანუ ტურიზმი არის იდეა, რომელსაც შეუძლია ბევრი ერის კულტურა ერთმანეთთან კარგად დაახლოვოს. ადამიანებს ერთმანეთი გააცნოს, კარგი ურთიერთობები, დამოკიდებულებები შექმნას, რომ მომავალში ამ ქვეყნებს და ამ ადამიანებს ჯანსაღი ურთიერთობა და კომუნიკაცია ჰქონდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემთვისაც და მე მგონი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს. როდესაც მე სტუმარს ვიღებ ჩემს სასტუმროში, ყველასთან პირადი კომუნიკაცია მაქვს. ეს ძალიან რთულია დამიჯერეთ ყოველდღიურად ამდენი კულტურის წარმომადგენელ ადამიანთან მათ ენაზე საუბარი. მაგრამ მინდა რომ ამ ხალხისთვის ბათუმი და საქართველო არ იყოს მხოლოდ ღვინო და ხინკალი. პირდაპირ სწორად გამიგეთ რა. მინდა რომ საქართველო ამ ადამიანებისთვის იყოს კულტურული ნიშანი, სადაც ისინი ზუსტად მიიღებენ იმას, რაც ჩვენ სისხლში გვაქვს. კი, განათლებაზე წეგან ვისაუბრეთ, ტურიზმის სფეროში მოღვაწეობთ და ვსწავლობ, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი გენეტიკურად მაქვს, ოჯახიდან მაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახები ყველა სტუმართ მოყვარეა. ბებიები, ბაბუები, მშობლები, ნებისმიერ ოჯახში ჩვენ ვიცით რას ნიშნავს სტუმარი. ბევრმა ქვეყანამ ეს არ იცის დამიჯერეთ. რაც არ უნდა განათლება მივცეთ ადამიანებს ხარისხობრივად. ეს ყველაფერი ჩვენ ბუნებრივად გვაქვს, ეს ჩვენი ნიშაა. და ამას თუ სწორად გამოვიყენებთ, სწორ ადამიანებთან და სწორ სიტუაციებში და თუ სწორად ავაშენებთ იმ ღირებულებებზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ წეგან, რომ აი თუნდაც ამ ახალმა თაობამ, რომლებიც ეხლა მოდიან, რაღაცები უკეთესობისკენ გადატეხონ, დამიჯერეთ, ეს ქალაქი გახდება ზღაპრულად ლამაზი, ზღაპრულად ბედნიერი და ზღაპრულად კარგი ნებისმიერი ადამიანისთვის და რა მე მხოლოდ ეგ მინდა მაგალითად. კი ბატონო, ანუ ამ ბოლო დროს ყოველ მიდის ხოლმე ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს ხალხი რაღაც სამწამიანი ვიდეოების იქით არ იყურება და მხოლოდ მოკლედ რაღაცებს უყურებს და ასე შემდეგ. ანუ ცოტა შორიდან დავიწყე, ასე მჩვევია ხოლმე. და 1000 რეკომენდაციები გაქვს პუნქტებიანი, რომ აი 5 წამში მე შენ შეგასწავლი რაღაცებს. ისე თუ არსებობს დავუშვათ თქვენს პროფესიაში, აი ესე რო გავწიოთ სოციალური ქსელი, რამდენიმე უნიშნელოვანესი პუნქტი, რომელიც დავუშვათ აი ეს არ უნდა აქ არც ერთ შემთხვევაში და სასურველია რომ ეს რამდენიმე პუნქტი იყოს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა. ერთ საიდუმლოს გეტყვით თან ამ ყველაფერთან ერთად. ადგილი ახლა სადაც მე ვმუშაობ, გრაფიკ ჰოტელ ბათუმი, როგორ გითხრათ, 3 წლის განმავლობაში ჩვენ 0 მარკეტინგი გქონდა, 0 ვიდეოები, თუნდაც სამწამიანი. მაგრამ იქაურობა ზღაპრულად მუშაობს. იმიტომ რომ თავარი რა არის? ყავდეს ადამიანები, ღირებულებებზე ვსაუბრობ. ყავდეს ადამიანები, რომლებიც არიან მორალურად კეთილები. დადებით ადამიანებზე ვსაუბრობ და არა ადამიანებზე, რომელსაც შეუძლიათ დესტრუქცია მოახდინონ სხვა ადამიანის გონებაში. ნუ მოდი ვთქვათ, კეთილგანწყობილი. კეთილი, ხო? რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილი და ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ პატრიოტიზმის განცდა. აი ეს ორი ნიშა თუ აქვს ადამიანს, საერთოდ რომ არაფერი არ იცოდეს ამ სფეროზე. შემიძლია რომ დაახლოებით 2 კვირაში ის ადამიანი გავხადო პროფესიონალურ დონეზე. ავიყვარო სასტუმროში. ნებისმიერი რამ. დღეს მე სასტუმროში მყავს 35 თანამშრომელი. რომ გავიდე გვერდით და ხომ ეხლა ძალიან დატვირთული სეზონია. ნებისმიერი მათგანი შეძლებს ყველაფრის მართვას. იმიტომ რომ მე მათთვის არ დამიშურები არც დრო, არც ენერგია იმისთვის რომ რაღაცები არ სწორნოდათ. ანუ შეგვიძლია ისე გავიმეორდ ბუდიში რომ გაწყვეტინათ ბრძანებელი ლიდერის განებით განსხვავდება რომ ბრძანებლის წასვლის შემთხვევაში საქმე ირევა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ცნობიერება ლიდერის შემთხვევაში ის უბრალოდ მაგას აკეთებს ძალიან ეგოისტი ადამიანები. ადამიანები რომლებიც აი იმ პოზიციას არიან ჩაბღაუჭებული და უნდათ ხო აი ცდილობენ რომ აი ფლობელის თვალში გამოჩნდე რომ აი მე თუ წავალ всё ჩამოვიდე მე ვარ ქვეყანა, მე ვარ ბიზნესი, მე ვარ სამინისტრო, მე ვარ მუსიკა, მე ვარ ისიც აი თუ
თუ ადგილი გიყვარს, სადაც მუშაობ და მე ძალიან მიყვარს იქაურობა, იმ ადგილისთვის ყველაფერს იღებ ადამიანი. ამის გამო მე ყოველთვის თავს ვალდებულად ვთვლი, რომ იქ მომუშავე ადამიანებში მქონდეს ჩადებული ის ცნობიერების არხები, რაც შემდეგ მათ დაეხმარება, რომ ნებისმიერ თუ სიტუაციაში თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს სწავლის მეთოდიკაა. ამას რეალურად უნივერსიტეტში უნდა ასწავლიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება. ეს არის ის მიმართულება, რომელსაც შენ ადამიანს მხოლოდ კი არ ამუშავებ შენთან ერთად. შენ მას ასწავლი, რომ ეს მხოლოდ შენ კი არ გეხება, ეს მთელ შენს გუნდს ეხება, ეს შენს ქვეყანას ეხება და ეს ეხება აბსოლუტურად ყველას შენს ირგვლივ, რადგან შენმა ქმედებამ შეიძლება ბევრი ადამიანის ემოცია წარმოშოს შენი ქვეყნის შესახებ. იქ ბევრი მოქმედება ვითარდება მე ტურიზმის სფეროში, ისეთი რაც ბიზნესის სწორად მუშაობას განაპირობებს. და თუ შენ დაუშვებ იმ შეცდომებს, რომ იქნები ეგოზე მომართული ადამიანი, რომელიც მხოლოდ კარიერაზე ფიქრობს და მოდი ჩემი ხელფასი გაიზარდოს, დამერწმუნეთ, ეგეთ ადამიანს ძალიან ბევრს ვიცნობ და მათი ნებისმიერი სვლა მოკლევადიანია. იმიტომ რომ აუცილებლად ჭირდება სასტუმრო იქნებოდ ნებისმიერი დაწესებულება, სადაც ადამიანურ რესურსებს მართავთ, აუცილებლად ჭირდება იქ ძლიერი და პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომელსაც თვითონ შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა. თუ შენ ამ ყველაფერს მათ არ ასწავლი და გინდა რომ ყველაფერი შენთან მოვიდეს, ეს ყველაფერი იქცევა რუტინად. ეს რუტინა იმდენად დიდხანს გაგრძელდება და იმდენად მოსაბეზრებელი იქნება, რომ შემდეგ უკვე საკუთარ თავს კითხავ, რომ რად გიღირს უბრალოდ ეს ყველაფერი. იჩვეულებრივად ამის ექსტრაპოლაცია რომ მოახდინოთ სოფლიოზეც არც ერთი ეფექტური დიქტატურაც ვერ ძლევს 2-3 წელზე. ადამიანის გონება ცოტა სხვანაირადაა და შენ თუ მართლა გიყვარს შენი რეგიონი და შენი ადგილი, სადაც ამ საქმეს აკეთებ, შენ პასუხისმგებელი ხარ ყველა იმ ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ვინც შენთან ერთად მუშაობს. აი ფსიქოლოგიას მაგაში მეხმარება, რომ ყოველთვის მე არ ვინტერესდები მხოლოდ იმ პრობლემებით, რაც დაუშვათ ჩვენთან სამსახურში ხდება, ან გუნდში თუნდაც. მე ამ ადამიანებთან ყოველთვის ინდივიდუალურად ვსაუბრობ და ვისმენ მათ ცხოვრებისეულ პრობლემებსაც, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც დღეს რთულ ყოფაში ცხოვრობს, აი დაუშვათ ქალბატონები, ერთ-ერთი პრობლემატური მიმართულება ის არის დიასახლისების კუთხით პოვნა ხალხის ზოგადად, იმიტომ რომ აღარ არიან. მათ ძალიან რთული ცხოვრება აქვთ. ოჯახები, მოსავლელი ოჯახები და ასაკშიც არიან უკვე ეს ხალხი და იმის შემდეგ მოდიან და შენთან კიდე ეფექტურად უნდა იმუშაონ. და როცა შენ მათ თითოეულ შეცდომაზე დასდევ და იმის მაგივრად რომ გაამხნევ, აკრიტიკებ, შენ ვერანაირ სიჯანსაღეს ვეღარ მიიღებ. იმ ადამიანს იქაურობა უბრალოდ არ ეყვარება. იმ ადამიანისთვის იქაურობა მნიშვნელოვანი აღარ იქნება. მისთვის იქნება მხოლოდ ის, რომ მოვიდეს და თვის ბოლოს ხელფასი აიღოს. ასე ვერაფერს ვერ შეხვიდა. ჩვენი ობიექტების, აი რაც გვაქვს ქალაქში, ჩემ და სამწუხაროდ 80% ადამიანებს ეგრე უდგება. დღემდე აი მე ყველას ვიცნობ, დიდი პატივისცემა ყველას, არავის კონკურენტად არ აღვიქვა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ჯერ ტურიზმში იმ ეტაპზე, რომ ვიღაცებთან კონკურენციაში შევიდეთ პირიქით. მივესალმები და მოხარული ვიქნები თუ ყველა ტურისტული ობიექტი ჯანსაღად იმუშავებს. იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ხალხო. თუნდაც მე შუაზე გავწყდე და ჩემი სასტუმროთან ნებისმიერი რამით კარგი შედეგები დავდო, თუ სხვები იგივეს ვერ იზამთ, ჩვენ მასობრივ ტურიზმს დავკარგავთ. აზრი არ ექნება. რაღაცა რეზუმირება რო გავაკეთოთ ახლა, იმიტომ რომ არ გვინდა რომ დრო რაღაცა შევაჯავოთ, მე მაინტერესებს შოთის კითხვა ხარ, როდესაც ვისმენ, რომ მოდი რამხელა ენერგია, შრომა და რამდენი დრო გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი თანამშრომელი შექმნათ და ჩამოაყალიბოთ კარგ თანამშრომლად, კარგ პროფესიონალად, ხო? რატომღაც ჩვენ და დამოუკიდებელ ერთეულად. კი ბატონო, ხო. იმ თვისებებით და უნარებით, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, რატომღაც ხშირად ჩვენ ხელმძღვანელისგან თუ რაღაცნაირად მუდმივად ვითხოვთ ხოლმე რაღაცას და გვინდა რომ მივიღოთ ხელმძღვანელისგან და ვთვლით რომ ვალდებულია ის რომ გასცეს ის პირობითად რაც ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ეხლა რო გისმეთ ხო თქვენ ძალიან დიდი შრომა გიწევთ იმისთვის რომ თანამშრომელი არა მხოლოდ თავს კარგ თანამშრომლად გრძნოს, არამედ იყოს კარგად კომფორტში, უხაროდეს სამსახურში მოსვლა. აი თქვენ რა გჭირდებათ? თქვენი თანამშრომლისგან. მე გეტყვით პირდაპირ, მე მჭირდება მათგან პროგრესი. მე მინდა დავინახო თაობა, ამას განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ვაკეთებ, აი ჯენზის თაობასთან, იმიტომ რომ მინდა ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქალაქში იყოს თაობა, რომლებიც არ იქნება დიქტატორი. იქნება ადამიანი, პირველ რიგში ამას ვხსნით. ანუ განვითარდი მეთქი არა. შეუძლებელია, ხო? მინდა რომ სწორად განვითარდნენ.
მინდა რომ სწორი ღირებულებებით იცხოვრონ. მინდა რომ ბედნიერი ქალაქი ავაშენოთ, იმიტომ რომ ამ ქალაქს აქვს ხალხო მაგის შანსი და შესაძლებლობა, რომ აი ჩვენც რო ერთმანეთს ხვდებით ყოველდღე ქალაქში და აი ძალიან ღიმილიანად და დადებითად რო ვესალმებით, ეს არის კარგი კულტურა, ეს არის კარგი ცხოვრება და ამას შეუძლია რომ ძალიან ბევრ ადამიანში ძალიან კარგი რამ გააღვიძოს. ეხლა წეღა რო გითხარით რომ ხშირად დავდივარ მოგზაურობაში მედიტაციის ხრით ხო. იმიტომ დავდივარ რომ ბედნიერი ხალხი ვნახო. ეს ცოტა ისე ძიმეთ ჟღერს, მაგრამ მართლა ამის გამოვაკეთებ, იმიტომ რომ აი ეს ენერგიები მჭირდება. მეც ამ ხალხში მინდა რომ ის ბედნიერება გავაცოცხლო, რომ იმ ადგილზე სადაც მოღვაწეობ, დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი საქმიანობა სწორია. დარწმუნებული ვიყო, რომ მე მხოლოდ კარიერულად და ფინანსურად არ ვაგებ ჩემს ცხოვრებას, იმიტომ რომ აშკარად მჭირდება ის ვაკეთო, რასაც დაუშვათ ჩემი ოჯახი ყოველთვის გენეტიკურად აკეთებდა. ეს სხვებზე ზრუნვა, სხვებზე დახმარებაა და ყოველთვის ისეთ ადამიანებს ვირჩევ თან, რომლებსაც ცხოვრება დასაკაჩი აქვთ. ადამიანებს, რომლებსაც სხვაგან უარი უთხრეს, ადამიანებს, რომლებსაც სხვაგან შანსი არ მიცეს და ადამიანებს, რომლებიც უჭირთ გახსნა. მიყვარს ესე. გუნდიც ამიტომ ყავს საფეხბურთოს, რომ იქაც ზუსტად ეგეთი ბავშვები მყავს და ბიჭები, რომლებსაც აი სხვაგან არ მიცეს შანსი, სხვაგან არაფერი არ გამოვიდათ და მოდიან და შთავაგონებ. ესეთი ხალხი დამიჯერეთ ასმაგად მოტივირებულები არიან. ასეთი ხალხისთვის შანსის მიცემა ნიშნავს იმას, რომ ახალ გზას უხსნი მას ცხოვრებაში. ის სადღაც დათრგუნული იყო, სადღაც წნეხავდნენ სამსახურში, სადღაც არ მისცეს იმპროვიზაციის საშუალება, მხოლოდ იმის გამო, რომ ემოციური თანხმედრა არ ქონდა იქაურობასთან. და როცა ის შენგან იღებს, აი თქვენ რომ ახსენეთ წეგან, ყოველთვის რაღაცას ვითხოვთ ასეთ დროს. ის როდესაც შენგან იღებს ამ დოზით სიყვარულს, სითბოს და ყურადღებას, არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ ცხოვრებაზეც, ის უკვე ძალიან მიჯაჭვულია იმ ყველაფერზე, რომ აი აშენოს, სწორად შექმნას, სწორი კრეატორი იყოს ცხოვრებაში, აი სწორი მიმართულება ქონდეს. ესაა, ანუ ენერგიას ანუ შექმნის პროცესში მონაწილეობა გაძლევს შემძლებას და ეს არის. რა თქმა უნდა, მე როცა ვხედავ დაუშვათ ერთი ბიჭი ყავს, რომელიც 16 წლის ასაკში მოვიდა ჩვენთან და რაც არ უნდა სიგიჟე იყოს, სულ სამი შეკითხვა დაუსვი. გამოცდილება თუ ქონდა, არაო, თუ ქონდა საერთოდ სადმე ნამუშევარეს მსგავს სიტუაციაში, არაო, მუშაობა თუ გინდა მეთქი ძალიანო. დღეს ეს ბავშვი მალე 18 წლის გახდება და თავისუფლად შემიძლია რომ თლიანად სასტუმრო ჩავაბარო. შესანიშნავი, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ. ახლა მოგვიწევს რომ გაგაწყვეტინოთ. თუ ხელმძღვანელი ოდესმე გამიშობ სამსახურიდან მოვიდივარ თქვენთან. დამასწრო, ამის თქვა მინდა და ბოლოს მეთქი სიტყვას დავიტოვე. ხო, ანუ კარგი კომპანია, ბედნიერი თანამშრომლებით იცნობაო, ხო? მოკლედ, ჩვენი სტუმარი იყო შოთი კეკიძე და იმედია არაერთხელ გვესტუმრება და გაგვაცნობს ხოლმე სიახლეებს და საინტერესო ამბებს იმ პროგრესის შესახებ, რაც შეიძლება მოხდეს ჯამში ყველგან. ჩვენ კი რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით მორიგი თემით. მადლობა. არაჩვეულებრივი იყო და დიდად არ ვწყდებით სხვათა შორის იმ საკითხს, რაზეც ეთერს დავამთავრებ და განსხვავებებით, ხო, ძირითადად ეხა ჩემი ყურადღება, რაზეც ჩვენი სტუმარი საუბრობდა, ეს იყო ზრუნვა, გვერდში დგომა, თანადგომა, პასუხისმგებლობა და სწორედ აი ამ საკითხს ვაგრძელებთ ახლა ჩვენ ძალიან საინტერესო თემით. ლია საურსელი უნდა შემოგვიერთდეს, საურსას დამფუძნებელი, რომელსაც ახალი პროექტი აქვს. ნუ ის რომ საურსას ძალიან ბევრი კარგი პროექტი აქვს და მუდმივად ზრუნავს ადამიანებზე, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ეს ქალაქმა კარგად იცის, ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის. ამ შემთხვევაში ახალ პროექტზე უნდა ვისაუბროთ და ეს პროექტი არის მარტოხელა დედების ზრუნვის საფასური. მოდი შემოგვიერთდეს სტუმარი და მასთან ერთად გავაგრძელოთ ამ საინტერესო პროექტზე საუბარი. მე არ გკითხავთ ახლა თქვენ რატომ საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა რომ ეს პროექტი განახორციელოთ, ხოდა რომ ბუნებრივია ჩემსავე კითხვაზე მე თვითონ მექნება პასუხი, მაგრამ მაინც უფრო დაწვრილებით და კონკრეტულად რომ ვისაუბროთ აი ამ პროექტის მიზანი, სათქმელი, შედეგი, რა იქნება, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება და რამდენად გაამართლებს იმ მიზანს, რასაც ემსახურება ეს პროექტი.
დღე მშვიდობისა და დღე გამძლეობისა და მხნეობისა თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მომავალ მაყურებელს, ვინც დაინტერესდება მარტოხალდედების საკითხებით. დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, რომელიც გააჟღერეთ, იმიტომ რომ რეალურად ნამდვილად ზრუნვა მოითხოვს სიყვარულს. სიყვარული არ არის მხოლოდ რაღაც ეს მარტივად სათქმელი სიტყვა, ეს არის მუდმივი ფიქრი, მუდმივი ანალიზი და მუდმივად საკუთარ თავს ეუბნები, რომ ეს არის საჭირო, აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, ჩვენი ორგანიზაციული პასუხისმგებლობებით შევქმნათ ზრუნვის სივრცე, ურთიერთობების სივრცე, მხარდაჭერის სივრცე და ვფიქრობ, რომ საორსას არსებობა ჩემს ცხოვრებაშიც ეს არის, რომელიც მუდმივ რეჟიმში ეუბნება ადამიანებს, რომ შენ იმსახურებ ბედნიერებას და ამ ბედნიერებისთვის აუცილებელი არის, რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგანმა ვიცოდეთ რა მინდა, რა შემიძლია და სად შემიძლია ეს ყველაფერი განვახორციელო. აი ამ პროცესებში ჩვენ 2020 წლიდან პანდემიის პერიოდში დავიწყეთ საქველმოქმედო კამპანიების ჩატარება, განხორციელება და ეს საქველმოქმედო აქტივობები ძირითადად ვახორციელებდით ზუსტად მარტოხელა დედებისთვის. ავირჩიეთ ორგანიზაციაში მარტოხელა დედები, რადგანაც ჩვენს ირგვლივ ხედავთ ამ საჭიროებას, მათ ვიცნობიერებთ ამ საჭიროებას. და სწორედ რას ნიშნავს მარტოხელა დედა? აუცილებლად, იმიტომ რომ სანამ პროექტი დაიბადებოდა, მანამ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში აღმოაჩინეთ, რომ მარტოხელა დედა მხოლოდ არ არის ის დედა, ან ის დედები, რომლებმაც მოიპოვეს სტატუსი სახელმწიფოსგან და სტატუსის მოპოვება ხდებათ იმ შემთხვევაში, როდესაც შვილის ან შვილების დაბადების მოწმობაში არ წერია მეორე შობელი. ამ შემთხვევაში მამა არ წერია. ან თუ მამა უგზო-უკლოდ დაკარგულია, ან თუ გარდაცვლილია. და შესაბამისად ამის შემდგომ შეუძლია ქალს მიმართოს და მიიღოს მარტოხალდედის სტატუსი, რომელიც ასევე ძალიან ვიტყოდ რთული პროცესია, იმიტომ რომ დღესაც ერთ-ერთი მარტოხალდედის შედეგებს ველოდებით, ერთი თვე მინიმუმ მაინც სჭირდება ამ პროცესს, რაც ასევე არის გამოწვევა ხოლმე მარტოხალდებისთვის, თუმცა ხა ჩვენს საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში აღმოვაჩენთ, რომ მარტოხალდედა მხოლოდ სტატუსის მქონე დედები კი არა, მარტოხალდედები არიან მაგალითად ქვრივი ქალები, მაგალითად განქორწინებული ქალები, მაგალითად ძალადობა გამოვლილი ქალები, რომელთაც სასამართლომ მიანიჭა სრული უზრუნველყოფა, სრული მეურვეობა შვილის ან შვილების. და თურმე მარტოხალდედების სივრცე უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სტატუსის მქონე ადამიანები და 2022 წელს გამოვითხოვეთ სტატისტიკას სხვათა შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, ჯერ კიდევ მაშინ 6000-მდე მარტოხალდედა სტატუსით ასე ვთქვათ რეგისტრირებული იყო, დღეს ალბათ უფრო მეტია, დღევანდელ დღეს და თან უფრო მეტია ზუსტად ის დედები, რომლებიც დამოუკიდებლად მარტო ზრდის შვილს ან შვილებს. ამიტომაც ჩვენი ოცნება გახდა, ჩვენი სურვილი გახდა, რომ მარტოხელა დედებთან მხოლოდ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყისიერ საჭიროების დაკმაყოფილებაზე გავაკეთებდით აქცენტს, მაგალითად ეს შეიძლება ყოფილიყო საყოფაცრო ნივთები, შეიძლება სწავლის გადასახადი, ეს შეიძლება ყოფილიყო განათლების მიღება, ეს შეიძლება ყოფილიყო სამედიცინო მხარდაჭერის აღმოჩნდა, რაც აი იქვე იმ წამს აუცილებლად სასწრაფოდ ჭირდება, ხო? ამიტომაც გადავწყვეტთ, რომ ისეთი პროექტი შეგვექმნა, რომელიც უკვე ისაუბრებდა აჭარის რეგიონში ზრუნვის ეკონომიკაზე. ზოგადად რა არის ზრუნვის ეკონომიკა? რატო გვჭირდება, რომ ყველა ვსაუბრობდეთ ზრუნვის ეკონომიკაზე? იმიტომ რომ ფაქტობრივად ძალიან ბევრი შრომა, რომელსაც ძირად ქალები ასრულებენ, არის აუნაზღაურებელი. ეს შეიძლება იყოს შინ შრომის საქმიანობები, ოჯახში საოჯახო საქმიანობის კეთება ძირითადად, სადაც როლზე როცა ვსაუბრობთ, ამ შრომის განმახორციელებელი არიან ქალები. მაგალითად ისეთი შრომა როგორც მომლელები, მაგალითად რომელსაც ქალები ასრულებენ, ამ როლს ასევე ძიძები შეიძლება იყვნენ ექთნები, სანიტრები, ვიტყოდი ის სივრცეები, სადაც ერთის მხრივ საერთოდ არ არის ანაზღაურება და ვსაუბრობთ აუნაზღაურებელ შრომაზე და მეორე მხრივ ძალიან დაბალი ანაზღაურება, რომელიც საერთოდ არ პასუხობს იმ შრომის ხარისხის წარმოებასა და იმ საჭიროების დაკმაყოფილებას, რომელიც ინდივიდებს გააჩნიათ. მარტოხალდედები სულად მარტო რჩებიან თავიანთ შვილებთან ერთად და ჩვენი პროექტის ფარგლებში რაც გავაკეთეთ არის იყო, რომ მარტო აჭარაკი აღარ დავუფარეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიწვა დიდი ჩართულობა, სადღაც 2 კვირის განმავლობაში ქონდა მარტო ჩვენს გვერდს 9 მილიონზე მეტი ნახვა, ვიდეო კონტენტი, რომელიც მომზადდა
მარტოხელდედების ჩართულობით, ანუ მარტოხელდედები, რომლებიც შემიძლია ვთქვა, არ იყვნენ ხილულები და სულ ამაზე ამბობდნენ, რომ ჩვენ ვერავინ ვერ ვხედავს და ეს ვერავინ ვერ ვხედავს, ხოლმე წარმოვიდგინოთ რამოდენიმე მიმართულებით საზოგადოება, რომელსაც გარკვეული წესები და ნორმები ან მოდი ეს ვთქვათ, წესი და ნორმა კარგს უნდა ნიშნავდეს წესით, მაგრამ გარკვეული სტერეოტიპული აზროვნება, რომელიც ზღუდავს მათ, უფრო გულისხმიერები იყვნენ მარტოხელდედების მიმართ, რომლებიც დამოუკიდებლად უძღვებიან ამ შრომას, ისინი საუბრობენ იმ განსჯაზე, იმ გაკიცხვაზე, იმ მიუღებლობაზე, რაც საზოგადოებაში არსებობს მარტოხელდედების მიმართ. აქვე უბრალოდ ვიტყვი, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება, ერთ-ერთი დედა, რომელიც მცირეწლოვანი შვილის დედა, მეუბნება ის რაღაცას, რომ ცავად ვიყავი და დამჭირდას ჰოსპიტალიზაცია საავადმყოფოში დარჩენა მკურნალობის მისაღებად, ვერავისთან ვერ დავტოვე ბავშვის წაყვანა მომიწია ადგილზე და იმდენად არ მქონდა არანაირი რესურსი, რომ ბავშვის საფენს ვრეცხავდი, ვაშრობდი და ვუკეთებდი. ანუ მაინც იმ სივრცეში, სადაც ასევე საავადმყოფო რო ავიყოთ, სადაც ზრუნვის სამყარო უნდა იყოს, იმ სივრცეშიც ვერ მიიღო ის მხარდაჭერა, რომელიც წესით და რიგით ძალიან მარტივი საბაზო ადამიანური ემპათიის, ასე ვთქვათ, ნაწილი უნდა იყოს. მეორე მხრივ ეს არის სერვისები, სახელმწიფო სერვისები, რომელზეც ჩვენ ცალკე პოსტი ან საინფორმაციო ქარდები მოვამზადეთ, რომ ძალიან მაღალი დაინტერესება იყო, რომ რა სერვისი არსებობს, არ ვიცი, ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებობს, ქედაში, ძირად აჭარა დაუფარეთ და ესეც იყო მარტოხელდედებისთვის საინტერესო, რომ არ იყვნენ ინფორმირებული ამ სერვისების შესახებ. და ამავდროულად ამ სერვისების მიღების დროს ამ სერვისები არსებობს და არავინ არის სერვისები, რომელიც აკეთებს, მაგალითად შეიძლება ეს იყოს ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც არის მცირეოდენობის, თავისუფლად შეგიძლიათ ეს ინფორმაცია, ისო მათგან გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ეს სერვისები არ არის ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი და არ ფარავს იმ მუნიციპალიტეტში მყოფ მარტოხელადედებს და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ისეთი სერვისები, რომლებიც ჯანდაცვის სერვისები განსაკუთრებით, რაც ვფიქრობ, რომ აუცილებლად მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ამაზე, ასევე ქალებისთვის, რომლებიც მაგალითად ცხოვრობს შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩაწერილია, მოდი ასე ვთქვათ, შუახევის მუნიციპალიტეტში, მაგრამ იმის გამო, რომ ძალადობა გამოვლილია, იმის გამო, რომ ოჯახმა არ აღმოუჩნდა სათანადო მხარდაჭერა, ეს ცალკე რეალობა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, მოუწია გადმოსვლა, თქვა, სხვა ქალაქში, სხვა სივრცეში და უკვე იმ სივრცეში ვერ ღებულობს სათანადო სერვისებს, იმიტომ რომ არ არის ჩაწერილი ამ ქალაქში. ეგეც ცალკე ვფიქრობ, რომ აი რეგიონის მასშტაბით განსახილავი საკითხია, იმიტომ რომ რას ვეუბნებით ჩვენ მარტოხელადედებს, რომ ეს რაც ხდება, რომელიც შენგან არ არის გამოწვეული, აქვე მინდა უთხრა ყველა მარტოხელდედას, ეს არ არის მათგან გამოწვეული, ეს არის ზუსტად ვიტყოდ, იმ სისტემის, იმ პატრიარქალური აზროვნების, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, ამაზე ჭირდება მუშაობა, მეტი ხარისხი განათლების მიწევა, მეტი სოლიდარობის, მეტი ემპათიის და მხარდაჭერის გაღვივება ჩვენ სივრცეში და მეორე მხრივ არსებობდეს გონივრული და სწორად მიწოდებული სერვისები, რომ უსაფრთხოება მარტოხელდედებმა იგზნონ თავი უსაფრთხოდ. და აქ გამოვლინდა ჩვენ ერთის მხრივ დავუფარეთ საგანმანათლებლო ნაწილი, რომელიც კარიერულ განვითარებისა და მათი ერთის მხრივ ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იყო, ამავდროულად ჰქონდა საუბარი თუ როგორ შეუძლიათ მათ თავად ჩაერთონ თავიანთი უფლებების რეალიზებაში, მეორე კომპონენტი ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციები ჰქონდა და მესამე კომპონენტი, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, ჯგუფური უკვე სივრცის შექმნა, სადაც ქალები, მარტოხელდედები მოდიან და საუბრობენ თავიანთ გამოწვევებზე და თან ისე, რომ უკვე ვხედავთ, რომ რაღაცა ტიპის გამოწვევები და რომელიც ძალიან მძიმე გამოწვევებია, საერთოა, მაგალითად, საცხოვრისის პრობლემები. მარტოხელადედებს უწევთ მუდმივ რეჟიმში ქირით ცხოვრება და თან ეს ქირით ცხოვრება არ არის რაღაცა აი ვიქირავე და რაღაც დიდი ხანი ჩები ამ სიტუაციაში, არა, მუდმივად ქირის ცვლა, იმიტომ რომ მათ არ აქვს საშუალება, რომ ისეთი თანხა გადაიხადონ, რომ ვინც აქირავებს ამ სივრცეს, მისთვის არის მომგებიანი იყოს, მოდი ესე ვთქვათ. სახელმწიფოსგან თუ იღებენ აი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ IAP ბინების პროგრამა ასევე არ არის რელევანტური ზუსტად ამ მარტოხელდედების ჯგუფზე და აქ ხოლმე ვსაუბრობ დასაქმებაზე, ძალიან საინტერესოა, რომ წინა ასე ვთქვათ საუბარიც ეხებოდა სამუშაო ძალის დეფიციტზე. და ეს არის გამოწვეული მხოლოდ იმის გამო, რომ მოდი ესე ვთქვათ,
არ არის სამუშაოები, ან თუ არის სამუშაო, იქ არ არის შესაბამისი სამუშაო ძალა, აქ უკვე გამოწვეულია შრომის კულტურაზე, რა შრომის კულტურა არსებობს ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, ხო? და ადამიანური კაპიტალის განვითარება როგორ ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც მარტოხელ დედები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ სურთ ისეთი ტიპის დასაქმება, რომელიც მისცემს საშუალებას მათ, რომ თავიანთ შრომის ზრუნვის, ასე ვთქვათ, შრომასთან, ოჯახის, ანუ ბავშვთან ყოფნისა და მათი აღზრდის პროცესებში იყვნენ ჩართულები სრულად, აი ესეთი ტიპის დასაქმებები ფაქტობრივად არ არსებობს, თუ მუშაობს მარტოხელდი და უწევს პატარა ბავშვების დატოვება, აი შეიძლება იყოს მეზობელი, შეიძლება იყოს ძალიან იქვე მყოფი ახლობელი, ან თუ შესაძლებელი არის, რომ ესეთი დატოვება გააკეთოს, ესეც ძალიან რთული მომენტია, ესეც ხდება მაშინ, როდესაც ვინმე უფროსიანს დასული იქნებოდა ამ ბავშვებთან ერთად. ანუ რეალურად ბავშვები მუდმივ რეჟიმში განიცდიან ვიტყოდი ემოციურ ტრამვას ღებულობენ, იმიტომ რომ მუდამ განშორებული არიან ხოლმე დედასთან და ამავდროულად ვერ ღებულობენ სათანადო, საგანმანათლებლო არამარტო სერვისებს. ერთ-ერთმა დედამ გააზიარა, რომ იმიტომ არ დადეს ჩემი შვილი სკოლაში, რომ იმ დროს როცა უნდა მივირთვათ ჩვენ სასადილო უფასო სასადილოთ ვისარგებლოთ, იმ დროს მაშინ ეს გამორჩება, ანუ მშიერი დამრჩებაო შვილიო, ძალიან მარტივი რამ, ხო? ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს მარტოხელ დედების ყოფა არის საგანგაშო, იმიტომ რომ სხვადასხვა ჯგუფს ამ მარტოხელ დედებში ვხედავთ, ვინც სტატუსის მქონეა, რომელიც აუცილებლად გადაიხედოს უნდა. აი მარტოხელ დედები თავად ამბობენ, რომ საკანონმდებლო სივრცე უნდა გადაიხედოს, სადაც უფრო გაფართოვდება სივრცე მარტოხელ დედების სტატუსის მოპოვების ნაწილში. მეორე მხრივ საუბრობენ, რომ აუცილებელი ისინი ხო შრომობენ. მათ არ აქვს პრობლემა შრომაზე, მაგალითად სამსახურში რომ იმუშაონ, მაგრამ ის შრომა, რასაც გამოიმუშავენ, იმდენად რამდენადაც აი დამსაქმებას აქ ჭირდება საუბარი, თუ როგორ შეიძლება ხელი შეწყობა გააკეთოს უბრალოდ მათთვის, რომ ის ანაზღაურებაც იყოს რელევანტური და ის შრომა, რომელსაც გასწევენ, იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, აქაც დავინახეთ, რომ არის გამოწვევა. მეორე მხრივ საცხოვრისე, ანუ იაფი ბინების პროგრამის გადახედვა და მოქნილობა მისი, რომ მარტოხელ დედებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ისეთი პირობებია, მაგალითად, არ ვიცი, 2 წლის განმავლობაში სტაბილური სამუშაოს ქონა, დღეს შეიძლება, აი მოდი ესე ვთქვათ, არა მარტო მარტოხელ დედას, შეიძლება ძალიან ისეთ ასაკობრივ ჯგუფს, როგორიც არის 18-დან 29 წლის ადამიანები, ახალგაზრდები, მოდი ვთქვათ, მათთვის შეიძლება არ იყოს რელევანტური პირობა ეს, იმიტომ რომ ის შემოსავალის, ის თანხა რაც წერია ამ ბიუჯეტში, ისიც ასევე არის არარელევანტური მათ მიერ გამომუშავებულ თანხასთან. ანუ იაფი ბინების პროგრამის გადახედვა და მისი რეალური ადმინისტრირება იქნება მნიშვნელოვანი მარტოხელ დედებისთვის. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მარტოხელ დედებს აქვთ აი წლიური შემოსავალი არის 3000 ლარი, აი წარმოიდგინეთ 250 ლარი გამოდის თვეში, ხო? თუ აქვთ ეს შემოსავალი მარტოხელ დედებს, ისინი არ იბეგრებიან, ანუ თავისუფლებიან გადასახადისგან. 250 ლარი თვეში. ხო წარმოგვიდგენია, რომ 250 ლარი ყველაზე მინიმალური თანხა, რაც შეიძლება ქირაში გადაიხადო. რაც ნიშნავს იმას, რომ ვფიქრობ სად აი მარტოხელ აი თუ მის შემოსავალი ანუ თუ ისიც თქვენ და არ გვეუბნებით 250 სად შეიძლება ვიკრეო ბინა ხო აი ესეც ანუ არ ვიცი მე პირველად მე გეტყვით ესეთი ბინები მაქვს დანახი მაგალითად მაქვს ესეთი ბინების დანახი სადაც მარტოხელ დედები ცხოვრობენ არა ვფიქრობ ღირსეულ საცხოვრისი არ არის ეს 250 ლარი, რასაც იხდი. მაგრამ იძულებული არიან, რომ თავიანთი შვილებისთვის კონდეთ სივრცე და ქუჩაში არ დარჩნენ. ხო? ამიტომაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აიმიტომ ვახსენებ მე სახელმწიფოს, რადგანაც ვერაფერი ვერ მოიცავს ისე მასშტაბურად, როგორც სახელმწიფო პროგრამები, ხო? მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც დონორების, ანუ ფაქტობრივად მიღებული ამ კაბალური კანონების შედეგად არაერთი ორგანიზაცია დაიხურა, არაერთი პროგრამა გაუქმდა და უკვე აღარ აქვს ამის შესაძლებლობა მიიღოთ, ნახეთ, უფასო სერვისები. თუკი სამართლებრივი სერვისი, რომელიც ასევე არის მაღალი მოთხოვნადი სერვისი, იმიტომ რომ ბევრი ქალი დღემდე არის ებრძვის ძალადობას, ებრძვის მაგალითად ალიმენტის რო გადაიხადოს მამებმა, საკუთარ შვილს რო გადაუხადენ ალიმენტი და ამის მოთხოვნა თურმე ასევე ცალკე გამოწვევა არის ხოლმე მარტოხელ დედებისთვის. ამიტომ ეს დედები, რომლებიც უკვე ამ პროექტის
ძალიან კარგი იქნებოდა დღეს აქ ყოფილიყვენ, თუმცა რაც ვიცით არის ის, რომ ისინი უკვე საუბრობენ ამ პრობლემებზე, ღიად საუბრობენ, მათ არ ჭირდებათ რაღაცნაირად აი არანაირი ინსტრუქცია იმისთვის, რომ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. ეს დედები ასევე საუბრობენ, რომ ისინი მაღალი რისკის ქვეშ არიან სექსუალური შევიწროების მიმართულებით სამუშაო ადგილას და ესეც გასათვალისწინებთ და ამაზეც სამუშაო არის ძალიან ბევრი. შესაძლოა ძალიან ემოციურად სხარტად და ისე საუბრობ ამ პრობლემებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მათი ხმა ისმოდეს და გაიგოს საზოგადოებამ და საზოგადოებასაც ჰქონდეს ინიციატივა რომ მათი დახმარება იყოს დროული და ჩვენ ზუსტად მათი ინსპირირებული იმით რომ ისინი მზად არიან რომ უფრო მეტი გააკეთონ ერთმანეთისთვის გამოვაცხადეთ საქველმოქმედო კამპანია რომელიც უკვე განთავსებული ამის შესახებ ჩვენს Facebook გვერდზე პოსტი და ყველას ვისაც შეუძლია მცირედი ძირითადი საბოლოოდ აუცილებლად ფინანსური მხარდაჭერის ჩვენ ვათვიცნობიერებთ რომ ჩვენს პროექტში მონაწილე დედების ანუ პირველი ბენეფიციარები ხდებიან ვინც მიიღებენ მხარდაჭერას თუმცა ამადულად შემოვიდეს ხოლმე ზარი რომ აი სჭირდება დახმარება ამიტომ ამ საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია როგორც ინდივიდებს რომელთაც შეუძლიათ მცირეოდენი ჩარიცხვა განახორციელოთ კერძო სექტორი რომელიც აი მარტივად ხოლმე საუბრობ რომ სხვადასხვა ერთ-ერთ მარტოხელ დედას უკვე ერთ-ერთმა სტომატოლოგ კლინიკამ სრული დაფინანსება გაუკეთა რომ აი მარტივი საბაზო ასე ვთქვათ პროცედურა ჩაუტარდეს და ასევე მკურნალობა რომელიც მოითხოვს საკმაოდ ძვირადღირებული სერვისად დღევანდელ დღეს საქართველოში სტომატოლოგიური ვთქვათ პირის ღრუს მოვლის საკითხები. ვფიქრობ კომპანიებს შეუძლიათ ფარმაცევტული კომპანიები იქნებიან, არ ვიცი, სასტუმროები იქნებიან, რომლეთაც ძალიან მარტივად აი ამ დედებისთვის უკვე მათი საჭიროების დაკმაყოფილება თავიანთი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეუძლიათ გააკეთონ ეს და ვფიქრობ რომ საურს ამ მზად არის ამ ღია გამჭირვალე ძალიან დიდი სივრცე გვაქვს საბოლოოდ ბევრ ამას ვიტევთ ჩვენ და თავარი არის აქ რომ ვფიქრობ დღევანდელ დღეს როგორც აჭარის ასე ვთქვათ მასშტაბით ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით გადაიხედოს მარტოხელდედების საკანონმდებლო მარტოხელდედის სტატუსის მოპოვების საკანონმდებლო ჩარჩო უფრო გაფართოვდეს და აუცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის მათი საცხოვრისის პრობლემების მოგვარება იმიტომ რომ ეს უსაფრთხოება ჭირდება როგორც დედას ასევე ჩვენ საუბრობთ ბავშვებზე ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ რომ აი ამ პროექტის მიზანი და მიმართულება რაც არის სწორედ ისე განხორციელდეს, როგორც ჩაფიქრებული გაქვს და არაერთი ბედნიერი და გახარებული მარტოხელა. და არა მარტო თქვენი ორგანიზაციის თვითმიზანი დარჩეს ეგ და ზოგადად ძალიან დიდი მადლობა. გემშვიდობები და რამდენიმე წამში დაბრუნდებით. ძალიან დიდი მადლობა. ახლა კი აჯაფსანდალე ლინდა მესხიძესთან ერთად რომელსაც დიდი დაბრუნება აქვს ხო თავის რუბრიკაში საბა ლინდა გამარჯობა სათხარ იხარ რა ლინდა დღემშვიდობისა მოგესალმებით შენ სტუმართან ერთად მომენატრეთ ორივე ერთად კი ბატონო თანაწამყვანი ნამდვილად სოფო პატა მოგესალმებით სოფო პატა მივესალმებით ჩემს მონატრებულ მაყურებელს და მივესალმები გიორგის რომელსაც უკვე კადრს მიღმა მივესალმე მაგრამ მაყურებლის წინაშეც მივესალმები გიორგი მომენატრა შენთან ერთად სხვადასხვა კერძის მომზადება მაგრამ სანამ უშუალოდ კერძის მომზადების პროცესზე გადავალთ და გავამხელთ ეს ინგრედიენტები რამაც მინდა რომ აჩვენო მაყურებელს წიწაკა ხახვი აი ეს ყველაფერი ერთად ერთ თეფშზე უნდა მოთავსდეს და საინტერესოა საბოლოოდ როგორი გემოიქნება მანამდე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ნონას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში მაყურებელი დაატკბო მრავალფეროვანი და გემრიელი კერძების მომზადებისთვის. მადლობა ნონა, წარმატებებს გისურვებ. ახლა უკვე დავუბრუნდი მე ჩემს რუბრიკას და უკვე ჩემთან ერთად აჯაფსანდალი გააგრძელებს, ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა კერძების რეცეპტების გაზიარებას მაყურებლისთვის. გიორგი, ამოვისუნთქე ახლა და შეგვიძლია დავიწყოთ რას ვამზადებთ. რა კარგი სპიჩი გააკეთე. ყოჩა, ძალიან ვემზადებოდი ამისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მეც ნონას ძალიან დიდ მადლობას გადავუხდით, იმიტომ რომ ბევრჯერ მოგვიწია ერთად ჩართვა და საოცარი 6 თვე გავიარეთ და ლინდა ძალიან გვიხარია შენ დაბრუნება. კი, კითხულობდით გახსოვს ყოველთვის? კი, ძალიან გვიხარია და მადლობა რომ არ დაგავიწყდით. არა, მაგის საშუალება არ მოგვიწია, მაგრამ მაინც დღეს
ზაფხულის დადგომასთან ერთად ლინდა მოიფიქრა 6 თვე მქონდა. გიორგი, მოპატია გეჭრები ზაფხულის დადგომაზე ძალიან მეცინება გარეთ ცივა. მოსაცმელი ვერ გავიხადეთ წვიმს და ჩვენ ჯიუტად გვჯერა რომ ზაფხულია და ვამზადებთ კერძს. გარემოგვიწყობს რაღაცა ზაფხულურია და გარემო ნამდვილად გვიწყობს ხელს იმისთვის რომ ზაფხული შევიკრიბოთ. მოგეთ ჩვენ სალათს ქვია საზამთრო სხვანაირად განსხვავებულად საზამთრო ციცაკით არ გვაქვს სახელი. მე როგორც მეტყობა ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ადამიანი და ასე შემდეგ ვაკეთებ მხოლოდ ჯანსაღ რაღაცებს, არ არის შემწვარი, არ არის ზეთი და ასე შემდეგ. დავიწყეთ უცებ სანამ გადავალთ სალათის საწყობაზე, მანამდე მოვამზადებ სოუსს. ნახე, ჩვენი სოუსი შედგება შემდეგი ინგრედიენტი. ძალიან კარგი ხარისხის ექსტრა ვირჯინი ზეითუნის ზეთი რეკლამავდა. ესე იგი უშვებით ცოტა ლაიმის წვენს. სხვათა შორის მაგ ზეითუნისზეც ვიყენებ ბავშვის კერძებში. ძალიან კარგია. თაფლი აუცილებლად მაღალ ხარისხიანი თაფლი. გადავიტანოთ ჩვენ სოუსში. ეს არის სალათის სოუსი. კი, ესე დრესინგი რო ქვია კაკაოს ის. დიახ. ციცაკა აუცილებელი ამბავია. ცოტა ჩემთვის ცხარე, ტკბილი. ხავს ვერ ვხვდები აქ რა დანიშნულება აქვს. ხელით შევით ყველაფერს. დაბანილი ხელებით. ციკვი მარილი, ციცაკა. და აი ცოტა უნდა ამოუსვაროთ, რომ მივიღოთ სქელი ერთგვაროვანი მასა. ტექნიკას არ ვიყენებ. აი ესეთ, არანაირი. ხო, დღეს დარბაზაწყენი ჩართვა იქნება, ლინდას ბლენდერი არ აქვს. გიორგის მეზობლის ბლენდერი. ლინდას, ჩემი ბლენდერი შენსაც ჯობდა ის. ჩემი არაფეთქებულა. კარგი, გადავიდეთ უკვე. ძალიან მარტივად, მოგეთ, საზამთრო მე მანამდე მივიყვანე ინფორმაცია რომ მარტივად დავჭრათ. ესე იგი, დღევანდელი სალათისთვის დაგვჭირდება მთავარი ინგრედიენტი არის საზამთრო, კიტრი, ციცაკა. ალავერჩი კაი საზამთროები არის. კარგი, ტკბილი საზამთრო. სულგუნი და ფეტაყველი. კეთდება, შეგიძლიათ მარტო გაგაკეთოთ ფეტათი, ჩვენ ხო მარტივ რეცეპტს უზიარებთ ადამიანებს რა. ფეტათი რაც გაქვს სახში, იმერული ყველის ძალიან უხდება, მაგრამ ჩვენ სულგუნს და ფეტა. პიტნა აუცილებლად და ხახვი. ახლა ნახე რა შეასაქმე. ეს სალათი გამოადგება კი არა და ეს სალათი შეუყვარდება და ხშირად მიირთმევს ადამიანებს, ვინც დიეტაზეა, ვინც სწორკვებაზეა, ვინც ნაბახუსევზეა. ეს არის ყოველდღიური სალათი, მარტივი გემრიელი. სანაპიროზე გასარუჯად და უნდა რომ სუბუქად მიირთვას, რომ არ იყოს მძიმედ სანაპიროზე. თან თუ ჩვენ კიტრს გამოვუღებთ გულს, ჩვენი სალათი არ გაუშვებს წყალს, იმიტომ რომ საზამთრო არ უშვებს წყალს. ძალიან საინტერესოა. ხო, როცა გინდა რაღაც ბოქსში გადაიტანო და წაიღო თქვა მაცივარში შედე. კიტრს უნდა გამოვაცალოთ გული, იმისთვის რომ წყალი არ გაუშვებს, კი. ძალიან ესეთი შეინარჩუნებს საზამთრო გემოებს. ეხლა მე დავჭრი ამ ჩვენს სალათი უფრო სწორად. ხო, სალათი. სხვათა შორის იქიდან გამომდინარე რომ პიტნა აქვს და ლიმონი აქვს, ძალიან კარგია ნაბახუსებზე დამიჯერეთ, ძალიან შველის. თან მარტივია რა, შეგიძლიათ წინადადაც გაიმზადო. იცი რა მაინტერესებს გიორგი? ეს შენი რეცეპტია? ყველა რეცეპტი უკვე არსებობს, მაგრამ მე ესე ხო, ასე ვთქვათ რომ ჩემია. შენი ინტერპრეტაციით არის გაკეთებული, რაღაცები შეცვალე, ხო? არ ვიცი ახლა რამდენად აკეთებენ ამას რესტორნებში. მე ბათუმში თითქმის ყველა რესტორანში ვარ ამყოფი და არ მინახია ჯერ საზამთრო სალათი და ნიკვრის რატო არ თუ დაგჭირდებათ შემდეგში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მარტივი რეცეპტია, ძალიან მართლა. მარტივი ინგრედიენტებია. ცოტას კიდე დავამატებ. ცოცხალია. კი, საბოლოოდ ნახოთ გემო. ახლა ის როგორი იქნება. არა, დარწმუნებული ვარ გიორგი, მე ჭვი არ მეპარება ამაში, უბრალოდ მინდა რომ მიკერძოებული არ ვიყო და თქვა ციცაკა, საზამთრო, ხახვი, როგორ მოუხდება ერთმანეთს ეს ყველაფერი. ხო, ცოტას უკეთებთ თან. მინდა შენ რასაკეთებ ყველაზე ხშირად სახლში, აი მარტივი სალათი შენთვის როგორ გამოიყურება? და კიტრა პომიდორი და რა, ბევრნაირია ახლა. თქვი რომ არის მწვანე ხახვით, წითელი ხახვით, ნიგუზით, სუნელებით, მწვანილით. სუნელებით, ნიგუზით, ხახვით. ხახვს არ აქვს მნიშვნელობა, მწვანე იქნება, წითელი იქნება, ორივე მიყვარს. ცოტა ცხიმს, ზეთს მოვასხა. კახური თუ? არა, ჩვეულებრივი. მეც გადავიტან ხახვს, ხახვის დაკუბიკება არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ თუ მიგვაქვს სანაპიროზე ვერ შევჭამთ. და სხვათა შორის ეს სალათი რახან მოდესერტო ტიპისა, შეგვიძლია ვჭამოთ კოვზითაც და ჩანგლითაც, ძალიან მარტივად.
ხო, ცოტა პატარა კუბიკება თუ დაჭრიდა გიორგი საზამთროს, აუცილებლად კოვზითაც შევძლებდით. აუცილებლად. მე ახლა შემილია შევჭამ კოვზით. ეხლა გადავიტან ჩვენ ქართულ გემრიელ რძიან სულგუნს. მე როგორც ყოველთვის გეხმარები ხო ხედავ, რომ ხელაწულელი მიმიძღვეს საზამთროს. ბოლოს ლინდა რო ძალიან ფეხმძიმეთ იყო ჩარტებში რო იჯდა და ესე მიშვებოდა რაღაცებს. ეს ისე ქენია, ეს ასე ქენი. ესე და განკარგულებებს გავწერდი და გიორგი ასრულებდა ამ განკარგულებებს ყოჩაღად და არასდროს არ ეწერა სახეზე რომ რა დამღალა ამ გოგო. არა, დღეს ძალიან დიდი ამბავია, იმიტომ რომ ფეხზედ გახარ. რა თქმა უნდა და სუნთქავ გიორგი, არ მიჭირს სუნთქვა. აი, ეცა. არა, ესეთი საგმირო საქმე გააკეთე, რომ ყველაფერს გაპატიებთ. ნამდვილად. სანამ შენ საზამთროს სალატს დაასრულებ, ძალიან მაინტერესებს წიწაკის და საზამთროს ეს კომბინაცია რომ დავაგემოვნო და დამეხმარე. ერთად მოცადეთ. სომიერი ლუკმა ეგრეთ წოდებული რო ავიღო და ძალიან რო არ დამეწეროს. ეს უფრო დიდი უნდა იყოს. უფრო დიდი მოჭერდა. ეს ცხარე ხო არ არის წიწაკა? არა, ნორმალურად. იმედია არ გამიმეტებ ახლა. რასა? ეკადრება? ეს ანამ ლინდა ანუ აი ნახეთ საზამთროს ეს პატარა კუბიკი და ეს წიწაკა ერთად კი დავაგემოვნოთ. კბილი და ცხარის იდეალური კომბინაციაა რა. ძალიან კაია, ძალიან კაია. ფეტას თქვენ თუ ჭრით მარტივ ლამაზ კუბიკებად, მე არ გამომდის არასდროს და ჩემი იქნება ყოველთვის დაშლილი. ჰა. წიწაკა ცოტა მწარეა? წიწაკა ცოტა მწარეა, როგორ ლოგიკური და ბუნებრივი. გადავიდეთ. ლინდას ვემშვიდობებით, ესე ვერ გამსინჯოს. როგორ ხარ? წყალი მოუტანოთ? არა. კარგად ხარ. ამ დოზით ცხარეც არა. ხო, გავიგეთ რომ წიწაკა ცხარია, ამიტომ გადავიტან ძალიან ცოტას. ლინდა მართლა ძალიან ცოტა გადაიტანი. აი, ესეც კი საკმარისი იქნება ალბათ. ოკეი, კარგი. ჩვენი მაგრამ ისე გემოები ძალიან გემრიელია. ანუ ისეთია უხდება ერთმანეთს, დიდი საზამთრო უნდა აგებო. ესე იგი ჩვენი რატო ვაკეთებ წინასწარ დრესინგს, რომ გემოები გაუჯდეს და შეუვიდეს. ეხლა სანამ პიტნას დავაფენთ, მანამდე მოვაცხამთ დრესინგს, соуს. არ ვინანებთ. ასეთი კითხვა, ლინდა. არც ყველი გისმენთ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მე დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ საზამთროსთან ყველი არის ძალიან კარგი კომბინაცია, თქო და აი გამართლდა ახლა ჩემი მოსაზრება და გიორგის მინდა კითხო თუ გამოიცნობს ხილი კიტრი ბოსტნეულია თუ ხილია. ესე იგი სოფოს ჯერ მოდი ვიტყვით რომ სოფომ დიდი ხნის წინ აღნიშნა რომ საზამთრო და ყველი არის იდეალური კომბინაცია. იცი სოფო, ბრა, იცი სოფო. და გიორგიმო ესო დაადასტურაო. ყველსაც საზამთროსაც დავაგემოვნებ აუცილებლად ერთად, პირველად, აქამდე არ დამიგემოვნებია და სოფოს აქვს შენთან კითხვა. კიტრი ბოსტნეულია თუ ხილიო? სადაო საკითხია, ხილი. და ბოსტნეული პასუხი. პომიდორზე ვიცი. ანუ გამოდის რომ აღარ ვდაოთ. როგორც ავოკადო, როგორც პომიდორი. სწორია, გამოდის რომ აღარ უნდა ვიდაოთ. არა, ხო, ChatGPT დავამარცხეთ ჩვენ ახლა ამ წამს. ანუ გურიაში, აი ნახე. სად ვიღებთ პომიდორს? ბოსტანში. დიახ. ანუ ბოსტანში არის პომიდორი. ესე იგი ბოსტნეულია. გურიაში ესე და არ აინტერესებს. გიორგი დაასრულე, ხო? კი, ჩვენი სალათი მზადყოფნაშია. მაყურებელს მინდა ვაჩვენო ფერადი. ზაფხულისთვის შესაფერისი, მე ვფიქრობ, რომ ზამთარშიც იდეალურად დააგემოვნებს, მაგრამ ზაფხულში ვინაიდან ყველაფრის სეზონი არის და ნატურალური არის, გაცილებით გემრიელი იქნება, ვიზუალურადაც ძალიან კარგად გამოიყურება, აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ მოისურვებთ, რომ ზღვაზე თან გაიყოლოთ ეს სალათი, კიტრს გამოაცალეთ გული და წყალს არ გაუშვათ. დიახ, და დიდხანს შეინარჩუნეთ სალათი. რატო არის ძალიან კაი სალათი? ანუ ნოყიერია ყველის ფონზე, ნოყიერია ყველის ფონზე, ყველი გვაქვს ნოყიერია, მაგრამ საზამთროში არ არის კალორიები, კიტრში არ არის კალორიები, ხახვი ასე შემდეგ კალორია, ერთადერთი თაფლი და ყველი არის კალორიული, მაგრამ ჯანსაღკვებაზე არის იდეალური მისწრება და უფრო კარგად ამოიღია, იმიტომ რომ ცალკე საზამთროს ჭამში მე. ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ესე ჭამოთ, აი. იდეალურია. ძალიან გემრიელია. თუ მენდობით, ძალიან გემრიელია. ჩვენ მაყურებელს უნდა დავემშვიდობოთ. ამ ულუფას ჩვენთვის გადავიტანთ იქით კადრის მიღმა და მივირთმევთ დავაგემოვნებთ. მადლობა ძალიან დიდი ყურადღებისთვის, მემშვიდობებით წამოყვანებს და ჩვენს მაყურებელს მომავალ შეხვედრამდე.
ძალიან დიდი მადლობა შეხვედრამდე, მაგრამ ლინდა მინდა შეგახსენო, რომ ყოველ ხუთშაბათს ჩემს რუბრიკას უყურე, რომელსაც რჩევები მშობლებს ქვია და მიხვდები, რომ ზღვაზე არ შეიძლება საკვების წაღება, იმიტომ რომ მალე ფუჭებადია განსაკუთრებით მსგავსი, თუმცა კიტრი ხდებოდა საზაფხულოს ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ არაჩვეულებრივი საზაფხულო გემრიელი და ნოყიერი გამაგრილებელი საერთოდ კიდევ უფრო ნოყიერი შეიძლება გახადო თუ ყველს შეწყო მანამდე. ხო, აი ხალხის კომბინაცია არის, თუმცა წითელი ხალხი ძალიან მარგებელი არის. გავაგრძელოთ. მოკლედ, ცოტა დრო გვაქვს, ახლა და ცოტა ინტენსიურად უნდა გავაკეთოთ ეგ ამბავი და ცოტა სკოლა დაიქვეყნის, დაიკვეხნის. იმით რომ 70 ბავშვიანი ანსამბლი აქვს და ეს მეორე სკოლამ შეძლო ანაგულედანის ანაგულედანის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე ჩვენი სტუმარია, რა თქმა უნდა, ასე პირად არ ვილაპარაკეთ, მობრძანდით თუ შეიძლება და მაგრამ თქვენ თვითონ გაგვაცანით თქვენი ანსამბლის ამბები, ვიცით რომ ანსამბლ გნოლის ხელმძღვანელი სანგარიშო კონცერტი კი ბატონო, მოგესალმებით. როგორ მოხვედით ამ სანგარიშო კონცერტამდე, როგორ შეიქმნა ამბავი? მოგახსენებთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე გახლავართ ანაგულედანი. მეორე საჯარო სკოლასთან არსებული სტუდია გნოლის ხელმძღვანელი. ეს სტუდია გახლავთ მეორე სკოლის ბაზაზე, უკვე მე-3 წელი იქნება სექტემბერში, რაც ფუნქციონირებს ეს, ასე ვთქვათ, სტუდია ჩვენი. გადმოცხოვრებული ვართ თბილისიდან ბათუმში უკვე მე-6 წელიწადია. გახლავართ 4 შვილის დედა, რომელი ჩემი შვილებიც ასევე ჩართული მყავს ამ პროცესში. შევასწავლი ხალხურ საკრავებს, ხალხურ სიმღერას. სურვილი ძალიან დიდია და ძალიან მახარებს ეს ყველაფერი და რა ვიცი, აი ვცდილობთ რომ ღირსეული პროდუქტი დავდოთ ხოლმე წლიდან წლამდე და საანგარიშო კონცერტიც გავუმართეთ 20 ივნის, ეს გახდათ ჩანს კიდევაც ვიდეოში ბათუმი ბულვარის კოლონადებთან, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ბულვარის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის. ღია სივრცეში გავუმართეთ ეს ღონისძიება და წლიდან წლამდე ჩავაბარეთ მშობლებს, ასე ვთქვათ, ჩვენი ნამუშევარი. ბავშვების რაოდენობა თავიდანვე ასე 70 იყო თუ უბრალოდ რომ დაიწყეთ მე ყველა შემოვეცდა. ასე არ იყო, მოგახსენებთ, ეს გახდათ ჩემი შვილი, რომელიც ახლა იქ უკრავდა ბონგოზე, მარიამიდან წამოვიდა, მარიამის კლასელებით, სადაც 8 ბავშვი იყო მხოლოდ ამ ასე ვთქვათ, პატარა მინი სტუდიაში, რომელსაც სახში ვამეცადინებდი სხვათა შორის, იმიტომ რომ პატარა მყავდა მაშინ მე-4 შვილი ნიკოლოზი. და ინტერესი რომ წამოვიდა თვითონ მარიამის კლასელებით, შემდეგ უკვე სკოლაშიც ასე თუ ისე გაჩნდა სურვილი, გაუჩნდათ შემოსული, შემდეგ უკვე ეს სახლი აღარ იყო საკმარისი და მეორე სკოლის ბაზაზე გავხსენით უკვე სტუდია. კი ბატონო, მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის გადამდები. შესაბამისად ამ 3 წელიწადში დარწმუნებული ვარ სხვა სკოლებიც გამოიხედებოდნენ ესკენ და გადაწყვიტონ რომ იქნებ ჩვენს გაგვიკეთებინა ზოგში შეიძლება იყო კიდეც სამხელო მასშტაბით არა მაგრამ იყო და ახლა რა ხდება ნახეთ არის ინტერესიც არის სხვა სკოლებიდან რომელიც ძალიან მახარებს ანუ მხოლოდ მეორე სკოლის ბაზაზე არ ვართ და ეს ძალიან გასახარია რომ ასე თუ ისე ინტერესი არის ანუ გარედანაც შემოსული ბავშვების ასე ვთქვათ თუმცა არის სკოლებში სხვადასხვა წრეები, რაც მოიცავს ქორეოგრაფიას, ასევე არის ხალხური საკრავებიც შიგადაშიგ, თუმცა უფრო ქორეოგრაფით არიან დაკავებულები. მაგრამ ჯერავს რომ სხვა სკოლებიც მიიღებენ ესეთ გადაწყვეტილებას და ძალიან ბევრი ნიჭიერი პედაგოგი არის ბათუმში, მინდა გითხრათ, რომელსაც აქვს სურვილი იმისა, რომ ვთქვათ, ხელის შეწყობით ისევე სკოლის ხელის შეწყობით გაიხსნას თუნდაც ანუ ახლო მომავალში შეიძლება ვიხილოთ როგორც განვითარებულ ქვეყნებშია მაგალითად რომ სასკოლო ფესტივალებია მთელი ეს მუსიკალური, იმიტომ რომ ვიცით რომ თეატრალური ფესტივალები არის უკვე რამდენიმე წელია ჩვენ სტუმრების ყავდა ამასთან დაკავშირებით და გვაქვს დაუშვათ პერსპექტივა რომ ახლო მომავალში მოსწავლეების ფესტივალები სკოლებს შორის შეიძლება გაცვლითი ღონისძიებებს გულისხმობთ. კი, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. ჩვენ ვცდილობთ აქტიურად აი ყველა ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა. ვინც მიგვიწევს პირობითად ეხა გქონდა გურიაში ჩემი კოლეგა გახლავთ ასევე თამთა კვირკელია
რომელიც გახლავთ მარულას ხელმძღვანელი და მათი 10 წლის იუბილე იყო, იქ ვიყავით წასულები. აქაც ტარდება ხოლმე ხშირად ღონისძიება ფესტივალები, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ჯილდოებს და ანუ რაღაც წამახალისებელი არის ისევ ჩვენთვის, ისევ ბავშვებისთვის, ისევ ჩვენი განვითარებისთვის, რომ აი ეს რაღაცა თუნდაც ინფრასტრუქტურა, თუნდაც რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის ინსტრუმენტალური მხარდაჭერა, რისთვისაც ამ შემთხვევაში ძალიან დიდ მადლობას გადავხდით იმ მშობლებს, იმიტომ რომ არა მშობლების გვერდში დგომა, აი თითოეულ ბავშვს არ ექნებოდა ინსტრუმენტი, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია და ცდილობენ რომ ყველა ბავშვს სათანადოდ შეურჩიონ, ვისაც რისი სურვილიც აქვს. და ალბათ სკოლებიც უკვე აქტიურად ჩართულები არიან. კი ბატონო, სკოლებიც აქტიურად ჩართულები არიან, ეს ჩემი პატარა ხო? ჩემი მეოთხე. ეს უშუალოდ ამ პროცესში გაიზარდა თან, ხო? კი ბატონო, კი. ანა, თქვენ ახსენეთ, რომ სულ რაღაც 3 წელია რანც ასაბლი. დიახ, მე-3 წელი იქნება სექტემბერში, დიახ. ამ 3 წლის განმავლობაში მოახერხეთ და თქვენი ანსამბლი შედგება 72 ბავშვი იდგა ზუსტად ამ 20 ივნისს. სამლაპარაკში 2 ბავშვი კი დაგვემატა. დაგვეგარე დიდად გაცნობიერებული არ ვარ მუსიკის მიმართულებით, მაგრამ ნუ ლოგიკურად ვხვდები, რომ ძალიან რთულია ამ რაოდენობის ბავშვებში დააბალანსო ხმები, საკრავები იქნება თუ ასე შემდეგ. ამას ალბათ ძალიან დიდი შრომა ჭირდება. ასევე მინდა გამახვილოთ ყურადღება, თქვენი ანსამბლის წევრები არიან მოზარდები და რაც ყველაზე მეტად მახარებს მინდა გითხრათ. როგორ გაუჩინეთ ინტერესი და ასევე თქვენი შეფასება როგორ იქნება დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე მოზარდების მიმართებაში აქვს თუ არა ინტერესი ხალხური მუსიკის მიმართ და ხალხური საკრავების მიმართ, რომელიც არ არის მარტივი. დიახ. მოგახსენებთ ინტერესი ნამდვილად გახლავთ, აი არიან ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ ბაღში დადიან, ანუ 5 წლის ბავშვებიც არიან იქ ჩანან კიდევაც ფოტოსურათებში. დაამტკიცა პატა. კი ბატონო, აი ბაჩე მაგალითად ეხა სკოლაში წელს მიდის. აი ეს ამ ფოტოზე დავბრუნდები, ჯერ ამას გიპასუხებთ, მე მინდა მშობლების რაღაცა ესეც მოგახსენოთ, რა ჩართულობაც აუცილებლად ვახსენო მინდა. ესე იგი ბავშვები, აი როგორ გითხრათ, ჩვენ სკოლაში არის ქორეოგრაფიის წრე და ძალიან ბევრი მხოლოდ მშობელი იყო დაინტერესებული. აი ველოდები ბავშვს და რაღაც კარგი ხმები გამოდის და მოდი ხომ არ მოეწონება. შემდეგ მოყავთ ბავშვი, საცდელად რა თქმა უნდა, ანუ ყველა ნიჭიერი რა თქმა უნდა ვერ იქნება. თუმცა ჩემს ამ 2 წლიან პრაქტიკაში რაც მე ბათუმში მოღვაწეობ, აი გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არიან ბავშვები, განსაკუთრებით დაუღნიშნო მინდა, რომლებსაც გამოიმუშავეს სმენა აი გულწრფელად. ეს ნუ ავიცი რამდენი წელი ამ საქმეში ვარ და თუ შესაძლებელი იყო, ეგეც ანუ ჩემ პრაქტიკაში არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში. მე ეჭვებოდა, მაგრამ აი რაღაცა ურთიერთობებით, მოდი იაროს, მოდი ცადოთ, მოდი მოусმინოს. აი ამ მოსმენაში დღეს ბიჭები არიან გოგოები, რომლებიც მეორე მესამე ხმაში ისე მას რომელი ხმა ვთქვა, მას ამ სიმღერაში რომელ ხმაში გადავიდი, ანუ რაღაც გამოიმუშავეს ბავშვებმა. მათი ალბათ შინაგანი ინტერესიდან და მონდომებიდან გამომდინარე. მოთხოვნას დავუბრუნდები ისევ, რომ უჭირთ ცოტა ფანდური, ანუ ეადვილება ყველას, ასე ვთქვათ, მაგრამ მე რო უკვე ეს თითის დამუშავება, აკორდების აღება, რომელსაც უნდა გაჟღერება, ანუ ესეთი რაღაცა დოგმა მაქვს, ასე ვთქვათ, რომ ვცდილობ აუცილებლად აკორდებით შევასწავლო ყველა ბავშვს დაკვრა, რომ შეიძლება ერთ წელიწადს დადის ამ პირობითად რამოდენიმე თვე და მე სულ ვცდილობ, რომ ყველა ბავშვი წავიდეს ისე, რომ ის აკორდი, რასაც იღებს ინსტრუმენტზე, ამის წაკითხვა შეძლოს და ამის გააზრება, რომ აი სხვას აუხსნას, აი რა წერია, ვთქვათ, ნოტის როულში, რაც მგონია, რომ ძალიან კარგია. შვენიერი, ესე გამოდის, რომ მიუხედავად დღევანდელი განსხვავებული თაობისა ინტერესია. აი ხა ვახსენებ, რომ სექტემბრიდან ისე მშობლების გვერდში დგომით და ძალიან დიდი დახმარებით კონტრაბასი შემოემატება ანსამბლს, ჭუნირები მაქვს შეკვეთილი, რომელიც ისე მშობლების გვერდში დგომით ჩვენ ხა შიდა დახმარება, ასე ვთქვათ, მშობლები და ისე მშობლები თუ გვიდგან ამ გვერდში და არის აი ვანის ფანდური ჩანს, რომელიც შემოგვემატა უკვე და ანუ ძალიან მარტივად აითვისეს ბავშვებმა, ანუ დასარტყამები გასაგებია ბონგო, ჯემბე, დოლი, რომელიც უფრო უადვილდებათ, თუმცა ყველა ცდილობს, აი ის თუ უკრავს, მან ვანის ფანდური დაიწყო, მოდი მაშინ მეც ვცდი. კი არის რაღაცა, ნუ
ცოტა ისეთი მომენტები, მაგრამ მაინც ცდილობენ ძალიან მოდომებულები არიან. ნუ მე მგონი თემა რითაც გავხსენით იმისკენ ბრუნდებით, რომ დაწყებითებშიც აუცილებლად უნდა გქონდეს შეხება ხელოვნებასთან თავიდანვე, რომ პერსპექტივაში მივიღოთ საზოგადოების ასე ვთქვათ განათლებული წევრები ხელოვნების მიმართულებითაც და ეს ადამიანები შეიძლება ყველა მუსიკოსი არ გამოვიდეს სურვილით, მაგრამ გამოვა ისეთი მსმენელი, რომელიც მე ხელოვანისგან ასე ვთქვათ სწორად მოითხოვს. ნამდვილად თუნდაც შეფასება იქნება ისეთი. კი და დაეხმარება იმაში, რომ ხელოვანიც უკეთესი გახდეს, იმიტომ რომ ხო ამბობთ იმას და არა მარტო ჩვენ პრინციპში, რომ უკაცოდ ღირსეული მსმენელი არანაკლებია ვიდრე ღირსეული ხელოვანი. კი ბატონო. ამ ღონისძიებაში ვახსენე რომ მინდოდა დავბრუნებოდი ამ თემას 20 ივნისს გავაკეთეთ ესეთი ექსპერიმენტი ასე ვთქვათ. ჩემ მშობლებს შევთავაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი სმენიანი მშობელი მყავს, რომლებსაც ასე ვთქვათ კოჭებში ეტყობოდათ რომ კარგი ყოჩაღები იყვნენ და ვთქვი რომ მოდი გავაკეთოთ ერთი რაღაც პატარა ნომერი ბავშვებისთვის გასახარად, სტიმულის მისაცემად და დებიუტი შედგა ზუსტად 20 ივნისს, რამოდენიმე მშობელი ჩაერთო. მშობლების ანსამბლი. კი, მშობლების ანსამბლი. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ ამ საათნახევრის განმავლობაში, ჩვენ ორშაბათამდე გევშვიდობებით და მე კიდევ დავბრუნდებით ასეთი კარგი. გისურვებთ რომ უქმეები გაატაროთ ბედნიერად, ჯანმრთელად და დაგველოდეთ ისევ კვირის დასაწყისში ორშაბათს ისევ შემოგიერთდებით განახლებული თემებით და კარგი სიახლეებით. აბა დროებით.